არა, ისტორიაა, ხა ფაქტობრივად, ხო, ვილაპარაკოთ ამას. თქმა უნდა, ყველა, რომ როცა დავიწყეთ ეს რაღაცები, ანუ თბილისში ღვინის ჭიქები არ იყიდებოდა, იმას შემოიტანა ჭიქა, რომ ვიტყოდით, ყველა წავიდა და იცოდი და აღარ იყო ხოლმე. მე მგონი დავიწყეთ, ხო? მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ნადიმი. ორი სიტყვით გეტყვით ნადიმის შესახებ. ნადიმი არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდება ფიქრი, სიტყვა და ღვინო. ეს არის პოდკასტი ადამიანებისთვის, ვინც უკვე იცის ღვინო, ქმნის ღვინოს, ან აფასებს ღვინოს და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც შესაძლოა ბევრი არ იცის ღვინის შესახებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ღვინის სამშობლოდან არის და უნდა რომ რაღაცა ღირსეული და შესაფერისი წარმოდგენა ქონდეს ღვინოზე და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ აი სწორედ ამ მიზანს მოვემსახუროთ და იმ ადამიანების, ესე ვთქვათ, ინტერესი დავაკმაყოფილოთ. მე ამ პოდკასტის წამყვანი ქეთონინიძე ვარ, ღვინის მწერალი და საოჯახო მარან ოდას დამფუძნებელი. ჩვენ ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვახსენოთ, რომ ახალი პოდკასტი ვართ და გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამომწერები, ამიტომ YouTube-ზე ჩვენს არხზე ნადიმი, ქართული და ლათინური ასობით გამოგვიწერეთ. ისე რომ დავუშვათ შემდგომი ეპიზოდები პირდაპირ თქვენ თავარ გვერდზე ამოვა და არაფერს გამოტოვებთ. ასევე აღნიშნოთ, რომ ჩვენი კარი, ნადიმის კარი ღია არის თანამშრომლობისთვის, ღვინის კომპანიებისთვის, მე რესტორნებისთვის, ბარებისთვის, მაღაზიებისთვის, იქნება ეს ღვინის თემატიკაზე თუ მის გარეთ. ესეთ პატარა შესავალივით გავაკეთებ, რომ დღეს ალეკოს Facebook სტატუსი ვნახე, რომ ძალიან ნერვიულობ იმაზე, რომ იმდენად სერიოზული პირველი ეპიზოდი გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამე არ გამოგვჩეს. მეც აი ჩემი გამოცდილება რომ გაგიზიაროთ, ფაქტობრივად რაღაცა 2-3 კვირა ვეჭიდავები ამ უზარმაზარ მასალას და ხვდები, რომ იმდენად დიდი მასალა, როგორც ესე ვთქვათ, მოცულობით და ასევე მნიშვნელობით, რომ აი წარმოუდგენელია და ალბათ ყველა ხვდებით, რომ განწირულია ჩვენი სურვილი რომ რაღაც 1 საათში ჩავატიეთ, მაგრამ ყოველთვის ამ პოდკასტშიც და მის მიღმაც, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ ღვინოზე, ყოველთვის ვახსენებთ მალხაზ ხარბედიას, გავიხსენებთ მის საქმიანობას, მის გამონათქვამებს, მის აზრებს, რომლებსაც ის ავრცელებდა და რომელიც მან დაამკვიდრა ადამიანს, რომელმაც მოდით არ გადავაჭარბოთ არც რაღაც პათეტიზმში არ გადაგვეთ, ვიტყვით, რომ თანამედროვე ქართული ღვინის დისკურსის შექმნაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა და გულისხმობ აქ თავისი ცოდნის სისტემატიზებით, ღვინის ლექსიკონის, ენის, ტერმინოლოგიის შექმნით, ჩამოყალიბებით, იმ ეთიკური საკითხების განხილვით და წამოწევით და ამაზე დისკუსიების გახსნით, რაც უმნიშვნელოვანესია მევენახეებისა და მეღვინეებისათვის და ყველა იმ საკითხით, აი კომპლექსურად, რასაც შეიძლება თანამედროვე ქართული ღვინის დისკურსი ვუწოდოთ. და ეს გულისხმობს ძალიან ბევრ არხს, რომელიც ესე ვთქვათ, ესეთი შენაკადები იყო, რაც აი ამ თანამედროვე ქართულ ღვინოს ქმნიდა. ეს იყო ღვინის მწერლობა და გამოცემა მარანი, ღვინის კლუბი, რომელიც იყო თემი, შემდგარი ღვინის პროფესიონალებისგან და მოყვარულებისგან და ენთუზიასტებისგან. საგანმანათლებლო სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი აქტივობები, როგორც არის საქართველოს ღვინის კლუბის სკოლა, ასევე ქართული ვაზის ფონდი, რაც მთავარია, რაც ყველაზე ალბათ მასშტაბური და რაც ყველამ იცის არის ახალი ღვინის ფესტივალი, რამაც საქართველოში ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა იმ 2009-8 წლებში, უბრალოდ კიდევ უფრო ადრევე, ეს 5 წლიდან, როდესაც 6 წლიდან მარანმა დაიწყო გამოსვლა ღვინის მოხმარების კულტურას და წარმოების თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ, ხო, რაღაცა მკაფიო კონტურები გამოიკვეთა, რა შეიძლება ნიშნავდეს ქართული ღვინო და დავამატოთ იყო, ანუ გაზეთი
ჟურნალი, რადიო, გადაცემაშიც ვარ ნამყოფი და ფაქტობრივად ყველა საშუალება კომუნიკაციის. კი ბატონო, ძალიან მოკლედ ეს თქვა რაღაცა მეტაფორულად აი მუშკეტერების იმას ადარებდა ხოლმე თვითონ მალხაზი, ამბობდა ხშირად ახალი ღვინის ფესტივალზე, ყველა ღვინისათვის და ღვინო ყველასათვის, ანუ all for wine and wine for all, ხო? ეს იყო რაღაცნაირად ძალიან ლამაზი ხარტი პატარა გამონათქვამი, რომელიც ფილოსოფიურადაც და ესთეტიკურადაც გნებავთ აერთიანებდა იმ ფილოსოფიას, რომ ღვინო გამხდარიყო საყოველთაო, არა რაღაცა კლასიკურ და ელიტურ წრეებში ჩაკეტილი მოვლენა, არამედ საყოველთაო, სახალხო და ყველასათვის მისაღები და გასაგები. და აი ამას ემსახურებოდა მალხაზ ხარბედია თავისი შემოქმედებით. და სწორედ აი მრავალფეროვნება და ერთიანობა, რაც იყო მისი, ასე ვთქვათ, ძალიან მკაფიო გზავნილი მისი ღვინის კლუბიდან მარნამდე და ყველა მისი აქტივობის ჩათვლით, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ყველა მასშტაბის, ყველა ფილოსოფიის, ყველა გაგების, ეთიკის, მრწამსის, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიის და ასე შემდეგ ადამიანები ერთიანდებოდნენ იმ სახელისქვეშ, რასაც ქვია ქართული ღვინო. გიორგი, მე მახსოვს, რომ 2015 წელი იყო, მე მუშაობდი ღვინის საინფორმაციო ცენტრში და ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ ავიღე შენგან, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელისგან და მაშინ საუბრობდით შენ ლაპარაკობდი იმაზე, რომ დაწყებული იყო ქართული ღვინის იმიჯის, ასე ვთქვათ, სახის, ხატის განახლებაზე ზრუნვა. აი, მაინტერესებს ის პერიოდი, როდესაც მალხაზმა დაიწყო საკუთარ 2005 წლიდან, უკვე 6 წლიდან მარანის გამოცემა, რომელიც იყო 24 საათის დამატების ვიკენდის, ესე ვთქვათ, ფურცელი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას და ასე ვთქვათ, მასალას აერთიანებდა. აი, ამ პერიოდში რა ხდება ქართულ ღვინოში, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ხო, ეს 2006 წელი ძალიან, ესე ვთქვათ, გარდამტეხია ჩვენთვის. ხო, 2005 და 2006 ალბათ გარდამტეხი, ეს ორი წელი იყო, ანუ 5-მა გამოიწვია 6, ახლა შეიძლება ახალგაზრდებს მივედ მიხვდნენ, რას გულისხმობ. ანუ მე აქტიურად დავბრუნდი ქართულ მეღვინეობაში, ჩავერთე ქართულ მეღვინეობაში 2001 წლიდან, ოღონდ ვიყავი უფრო თელავში. ანუ მაშინ ერთ დიდ კომპანიაში მუშაობდი, ალბათ ყველაზე წარმატებული კომპანია იყო. მალხაზი გავიცანი, მე მგონი 2006-ში ან 7-ში, ხა ზუსტად დრო არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეს პრობლემები, ანუ 2005 წელს უბრალოდ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, არის ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო გავიდა ექსპორტზე. 45 თუ 50 მილიონი ბოთლი იყო. რაც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე წინა წლებში გასულა კი და მე შეიძლება იწარმოებოდა, მათ შორის დაახლოებით 1/5 არც ისე ყურძნისგან დამზადებული იყო, ალბათ, იმიტომ რომ მაშინ ძველი დრო იყო, სხვა ისენი 87% მახსოვს იყო რუსეთის ბაზარი. დამოკიდებული ამას ემატებოდა სხვა ქვეყნები და აი თავად იყო 2005 წელს არც კი განიხილებოდა რაღაც სხვა ბაზრები ახალ ბაზრებზე შესვლა, თქვა დღესაც არის ესეთი სკეპტიკოსები არიან, მაგრამ მაშინ უმრავლესობა თვლიდა რომ ანუ იქ არ იცნობენ ქართულ ღვინოს, ისევ ამას მივხედოთ, რაღაც ესეთი ხუმრობები იყო და ხო, ნუ დღეს ეს ნეგატიური მხარე არის, ხო, ჩვენი დარგის და მაშინ საკმაოდ ბევრი, ნუ შეიძლება წინათაობის, მაგრამ მხოლოდ მე უკვე აქტიურად ვიყავი, როცა გავიცანი ჩასული, 2005 წელს შევქმნით ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირი, ჩვენოთ პირველი თაობა, ვინც მეღვინეობა უცხოეთში ვისწავლეთ, ნუ რამდენიმე სარუსტავლე უცხოეთში, მაგრამ თქვა ლევან მეხუზლა, ნუ ვინც ცოტა პროგრესულად ვუყურებდით ამ დარგს, ნუ ჩემი აზრით პროგრესულად, ახალი თაობა, ვისაც გვინდოდა ბევრი რაღაც შეგვეცვალა, აი კანონზე მუშაობდით, რაღაც ნუ ჯერ ახლა იმდენი იმიჯზე დივერსიფიცირება ბაზრების, ახლა ესეთი იდეები ჯერ ესე არ ქონდა, მაგრამ გვინდოდა რაღაც შეგვეცვალა. და ანუ 2006 წელი იყო ძალიან ლოგიკური გაგრძელება, ესეთი დიდი მატება და 2006 წელს რუსეთმა გამოაცხადა ემბარგო ქართულ ღვინოზე. თორემ ეს ემბარგო არ არის მოხსნილი ჯერ კიდევ, ანუ ოფიციალურად ქართულ ღვინო აკრძალულია რუსეთის ბაზარზე შეტანა. უბრალოდ რამდენიმე კომპანიას, ბჭყალებში, ანუ 100 კომპანიას აქვს უფლება შეიტანა. ანუ ისევ ის არაჯანსაღი მდგომარეობა მოქმედებს კი. ხო, ანუ 2006 წელი, როცა დაიკეტა რუსეთის ბაზარი და ვერავინ ვერ ხვდებოდა რა უნდა მოხდეს, ანუ უკვე დაიწყეს ფიქრი, რომ რაღაცა სხვა ბაზრები რაღაც გადაურჩეთ, სუბსიდირების ნიშნები ჩნდებოდა. რაღაც მოკეთე ხალხი ფიქრობდა და ანუ ამ დროს უკვე რაღაც ახალი თაობა წამოვიდა ღვინის მწერლების, ამ შემთხვევაში ანუ მალხაზი იყო ალბათ პირველი, ვინც თქვა რომ მე ღვინოზე ვწერო.
უკვე ქონდა ჟურნალი, როცა მე გავიცანი, უბრალოდ ჯერ გაზეთი იყო, თუ ვაცდები, მარანი, მერე გახდა იმის დამატება 24 საათის დამატება, მაგრამ მე მგონია, რომ მე ვიყავი აქტიურად დარგში. თავიდან გამოვიდა მერე და მერე უკვე ჟურნალი იყო, ხო? კი, მაგრამ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფორუმი, რომლის წევრი მე არ ყოფილვარ, მაგრამ ალეკო იყო და ყველა დღეს წინა თაობის, პირველი თაობის ღვინის კლუბელები იმ ფორუმზე წერდნენ იმ მაშინ ძალიან აქტუალურ თემებზე და ისეთ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის წყალში პროფესიონალებისთვის ცოტა გაუგებარიც კი იყო, ამაზე რატო წერენ და რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ როცა რაღაც ეს შემდეგ გავიცანით ერთმანეთი დავახლოვდით, ბევრი თემა, სხვა კუთხით შეხედა პრობლემებს, გაცილებით ადვილი გადასაჭრელია და ანუ 2007-2008 ალბათ ის წლებია, როცა მე და კლუბმა, ანუ უბრალოდ ჯერ კლუბი არ იყო და მე მალხაზი და ანუ აქეთ პროფესიონალებმა დარგის, თქვათ, პროფესიონალმა მეღვინეებმა და ღვინის ენთუზიასტებმა დავიწყეთ ინფორმაციის გაცლა. ანუ ეს ის დროა, როცა საქართველოში მარტო ბოთლის რესტორანში რა შეხვიდოდი, 3 კომპანიის რაღაც ესეთი strict ჩამონათვალი იყო, რა შეიძლება გაგესინჯა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ჭიქა არ იყიდებოდა საქართველოში. ღვინის ჭიქები მე ჩამომქონდა ხოლმე თელავიდან ხანდახან დეგუსტაციისთვის, ნუ თელავში ცოტა მეც შოულობდით, იმიტომ რომ ღვინის კომპანიებს გქონდა და გამოქონდა ხოლმე, ან რაღაცა თუ სუპერი რო შემოიტანდა ხოლმე თავდებოდა მაშინ. ასე რომ აბსოლუტურად გენიალური ის იყო მახსოვს ზურა ქაფიანიძემ გაიარა ერთხელ ღვინოს სინჯავდით და გარეთ ვიდექით ამ ჭიქებით რომ შემოგხედა ხა ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით და ესე გითხრა რომ რაღაც მოვეწონეთ და ნუ ატრიალებთ რა მაგ ჭიქებს დალიეთ ანუ აბსოლუტურად სხვა მიდგომა აბსოლუტურად სხვა ხალხი სხვა მოხმარება სხვა წარმოდგენა ასე რომ ძალიან ბევრი შეიცვალა რიტუალური და ტრადიციული ის იყო თუმცა მე ვიტყოდი რომ აი მე რაც რო გადავხადოთ მალხაზის ასე ვთქვათ საქმიანობას აი მაგ ორი ასე ვთქვათ სხვადასხვა განზომილების მოგვარებაზე მორიგებაზე მუშაობდა მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ხო ალეკო აი ეს ამბები მაინტერესებს ძალიან ასე ვთქვათ ეხლა ამ გადასახედიდან უკვე ისტორია და რაღაცა სხვა ელფერი აქ ხო ამ ყველაფერს მაგრამ აი როგორ იყო მაშინ მაინტერესებს აი ეს ფორუმის ხალხი ვინ იყავით რა გამოცდილება იყო მარანში მუშაობა იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად ახალი შეიძლება რაღაც თვალსაზრისით სრულად გაწაფულ წერაში გაწაფულ ადამიანებთან ჰქონდა მას საქმე მაგრამ რაღაცა ალბათ სამუშაო იყო ხო რომ აი ყამერი გატეხილიყო ამ ენობრივადაც რომ რა ტერმინებით დაიწერებოდა მარანში აი როგორ იღებდით ამ გამოცდილებას ღვინის ჟურნალისტობამდე და უშუალოდ გამოცდილი ჟურნალისტები ან მწერლები ხო, ეს ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში ის თქვათ, რომ მალხაზ ხარბედიამ და ამ გაზეთმა მარანმა სათავე დაუდო თანამედროვე ღვინის ჟურნალისტიკას და პრინციპში ამ სახით ზოგადად რა სახითაც თანამედროვე ჟურნალისტიკა გვესაუბრება, როგორც წერით ისე სხვა საშუალებებით იქნება ეს ტელევიზია, რადიო თუ ასე შემდეგ. ეს არის სრულიად სხვა ტიპის ენა, ვიდრე არსებობდა თუნდაც საბჭოთა ჟურნალისტიკა ან გაზეთ მარანი, ვიდრე გამოვიდოდა მანამდე არსებული საინფორმაციო საშუალებები, როგორც გადმოგვცემდნენ ჩვენამდე მეღვინეობის პროცესების შესახებ ინფორმაცია. ძირითადად იყო რამდენიმე ესეთი გამოცემა ან თვითონ სხვადასხვა ბეჭდურ გაზეთებში ქვეყნდებოდა ამ სიახლეების სახით მაგალითად ვახსენოთ დავით თამარაშვილის ქვევრი იყო ხო რომელიც მაშინ გამოდიოდა თეიმურაზ ლონტის ღვინო ვაზი და ღვინო თეიმურაზ ლონტი იყო რედაქტორი რომელიც სხვათა შორის არის აღდგენილი გამოცემა დამოუკიდებლობის წლების 1920 წელს გამოდიოდა პირველი 2-3 ნომერი თუ ასწრებ და შემდეგ აღადგინა. როდესაც ვაზისა და ღვინის პირველი კანონი შეიქმნა, აი იმ წელს რო დაიწყო, ხო, ეს გამოცემა ვაზი და ღვინო, ეს პროექტი. ნამდვილად დასაფასებელია ეს შრომა, თუმცა ეს იყო უფრო აი სამეცნიერო პოპულარული სტატიები, უფრო ეთნოგრაფიული ტიპის, უფრო მოსაზრებები და ეს თანამედროვე ჟურნალისტიკას რაც აქვს, პირველ რიგში გადმოცეს სანდო
ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია და ეს იყოს პირველ რიგში ინფორმაცია და არა ესეთი მოსაზრებები ან თუნდაც ეთნოგრაფიული ჩანაწერები ან ასე შემდეგ, ასეთი ჟურნალისტიკა არ არსებობდა და ეს თანამედროვე ჟურნალისტიკა რაც სჭირდება საზოგადოებას, რომ ესეთ პირველ რიგში ინფორმაცია მიიღოს, გადამოწმებული და ეთიკური ჟურნალისტიკის სახით, ეს ჟურნალისტიკა, ღვინის ჟურნალისტიკა სათავეს იღებს სწორედ ამ გაზეთ მარნიდან და ვინც შევიკრიბეთ გუნდი, ხა ძირითადად მე ვიყავი, ლევან სეფისკვერაძე შემოგვიერთა, შემდგომ ირმა იანტბელიძე, ქეთი ადეიშვილი, ეს ჩვენ არანაირი სპეციალური განათლება ღვინის ჟურნალისტიკაში არც მიგვიღეთ, ეს ტერმინიც ღვინის ჟურნალისტი, ღვინის მწერალი მანამდე არც არსებობდა, მალხაზ ხარბედიამ შემოიტანა და თქვა, რომ აი ესეთ უცხოეთში არიან და ვიცით მე შევიტყვეთ, რომ ღვინოზე სპეციალიზებული ჟურნალისტები, ახალია პრინციპში როგორც პროფესია, რომლებიც მხოლოდ ღვინოზე წერენ და სხვა არ აინტერესებს სხვა თემები. მე პირადად სპეციალური ჟურნალისტი ვარ 90-იან წლებში მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იქ გავიცანი მალხაზი, ჩვენ ერთი თაობის ადამიანები ვართ 1974 წელს იყო მალხაზიც დაბადებული, ერთ წელს ვართ დაბადებულები და მე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი ის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და გადაკვეთა მქონდა ასევე ლიტერატურულ გაზეთ არილში, რომელსაც შემდეგ კომბის როგორც ჯერ მოადგილე და შემდეგ უკვე როგორც რედაქტორი ხელმძღვანელობდა და მე მიმქონდა იქ ჩემი ლექსები, პროზაული ტექსტები და იქ გავიცანი. კიდევ ცალკე საყვარლო, რომელიც ცალკე კვლევას და შეფასებას საჭიროა. ასევე სამხედრო კათედრა უნდა ვახსენო, სადაც ძალიან დავახლოვდით, იმიტომ რომ ერთი კათედრა ჰქონდა ამ კურსელებს, ფილოლოგებს, ჟურნალისტებს, კიდე სხვა ფაკულტეტის ისტორიკოსებს თუ არ ვცდები. შემდეგ გავიარეთ სამთვიანი კურსი საღორიაზე, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში და ჩამოვედით უმცროსი ლეიტენანტების ჩინებით და აი ყველაფერს წარმოვიდგენდი, რომ ესეთი ალეკო დღეს სამხედრო კათედრაზე მალხაზის გაცნობის ძალიან უცნაურია. ძალიან არამილიტარისტები ვიყავით. სრულიად მშვიდობის ყოფილი ხალხი, ხო? და ეს თემა არის, რომ ეს გუნდი, ვინც მახომ შემოიკრიბა თავის გარშემო, სწორედ ესე სახელდახელოდ და გაცნობილი ან უბრალოდ და ერთმანეთთან ახლოს მყოფი ადამიანებისგან შედგებოდა, თუმცა ბექგრაუნდი ღვინის ჟურნალისტიკა არ ჰქონდა. მე მაგალითად სამართლის თემაზე ვწერდი თავიდან გაზეთ რეზონანსში, შემდგომ პარლამენტში აკრედიტაცია მქონდა და პარლამენტის რეპორტაჟებს, ხომებს რეპორტაჟებს ვამზადებდი, უამრავ თემაზე ვწერდი გარდა ღვინისა და ამ დროს უკვე მე დაინტერესებული ვიყავ უკვე განსაკუთრებით იშვიათი ვაზის ჯიშებით და რაღაცნაირად ბუნებრივად მოხდა ეს დაახლოება მახოსთანაც ვისაუბრე ამ თემაზე და როდესაც ეს გაზეთი დაიწყო, რაღაცნაირად ეს ლოგიკურად აღმოჩნდი ამ გუნდში და რეალურად უკვე ეს რაღაც გარკვეული წყაროები მქონდა ივანე ჯავახიშვილის საქართველოს ეკონომიკური ისტორია, სადაც ვაზის ჯიშებზე არის პირველად წარმოდგენილი ეს საქართველოს ამპელოგრაფია, რომელსაც ჩვენ ღვინის კლუბში უწოდებდით ქართული ღვინის ბიბლიას და ძალიან ეს ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, კვლევარისთვის ეს წყაროები უკვე ცნობილი იყო და რაღაცა პატარა ეს მქონდა გავლილი, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობ მე, რომ ღვინის კლუბი უკვე შემდგომი პერიოდი, მარანის შემდგომი პერიოდი, ჩემთვის იყო რაღაცა ფაქტობრივად ახალი განათლება მივიღე, რაშიც დიპლომი არ ამიღია, მაგრამ ძირითადად ცოდნა იქ შევიძინე ამ ღვინის კლუბის ლექცია სემინარებს. ხო, აი კიდე ეს მე უკვე როდესაც ღვინის კლუბი შეიქმნა, უკვე ახალი ადამიანები გამოჩნდნენ და დაახლოვდნენ მალხაზ ხარბედიასთან, უკვე ამ ახალი ავტორების შემოკრებასაც ცდილობდა ყოველთვის და მახსოვს როგორ ცდილობდა რომ სოლიკო ცაიშვილს დაეწერა რაღაც ამ გამოცემისთვის ვინოჯი.com იყო უკვე ინტერნეტითაც ვრცელდებოდა და სოლიკო კარგად წერდა. მიმოხილვები საერთაშორისო გამოფენების საერთო ინტერვიუში და მხატვრული სტილით, ფილოლოგიც იყო და ის არ იყო როგორც ასეთ ჟურნალისტური სტილით არ წერდა, უფრო მწერლური სტილით და მახო ყოველთვის ცდილობდა რომ სოლიკოს რაღაც დაეწერა და არ ეცალა სოლიკოს ამის სულ ვენახში იყო მარარში ქვევში რაღაცა და მე და ლევანი რო ჩავდიოდით სეფისკვერაძე
სულ კომენტარებს ვიწერდით ხოლმე და მე გვეხუმრებოდა ლევანისთვის აქ ნათქვამი რომ ჩამოხვალთ ხოლმე აქ შენ და ის მეორე ჩემს ეხავდა რომ ჩამწერთო და მე თქვენი სახელით აქვეყნებთო ჩემთან ლაპარაკობს. სოლიკოს ხმითთან. სოლიკოს ძალიან კარგი ვიდეო იყო, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ დავიკაძეს ხო? შეიძლება, მაგრამ აბსოლუტურად გამართული მეღვინისთვის და მევენახის, ან პროფესიონალმა როგორ უნდა ილაპარაკოს ის ლაპარაკობდა და და მართლაც აი მარანი აი ალეკო შენ ამბობდი ხრო ეს ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლოა არსებობდა ცოდნა ტრადიციული თუ დაუშვათ მე-19 საუკუნისთვის უკვე რაღაცა ევროპული ეგრეთ წოდებული გამოცდილებების შესახებ აღწერითი ცოდნა ხო მაგრამ აი იყო ეს ყველაფერი რომ ბმაში ყოფილიყო რაღაცნაირად თანამედროვეობასთან და შექმნილიყო მოვლენები, აი ახალი ამბები, რაც დავუშვათ, როდესაც ჟურნალისტი ხარ და აშუქებ მიმდინარე მოვლენებს, რაღაცნაირად თითქოს ქმნი უბიძგებ კიდევ ახალ პროცესებს, რაღაცა ახალი პროცესების სტიმულს ქმნი და აი რაღაცა ესეთი ფრაზაც იყო ადრე, რაღაც ახალი ამბები კეთდება აქ, ხო გახსოვთ ერთ-ერთი არხის ის იყო, აი მე როდესაც ღვინოზე წერდი, აი მაშინ ხვდებოდი, რომ მე ვქმნიდი რაღაცა გარკვეულ სტიმულს ბიძგს ვაძლევდი ჩემი სტატიით თუ ჩემი სიახლეების გაშუქებით რაღაცა დარგში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან ამბებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მარანის მიერ აი ეს ხაზი, როდესაც ისინი სიახლეებს აშუქებდნენ, არაფერს არ ტოვებდნენ უყურადღებად, როდესაც ეს იყო გზავნილი, რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, რომ აქედან რაღაცა მნიშვნელოვანი შეიძლება ეს ტიპურია, ეს რაღაცა ესეთია საგულისხმოა და ეს არ უნდა ჩაიკარგოს რაღაცა ახალი ამბების ზღვაში, ხო ისედაც ისეთი მოცულია ჩვენი საინფორმაციო სივრცე, ესეთი პოლიტიკური და პარტიული დღის წესრიგით, რომ რაღაცა თითქოს ამისთვის არასდროს არ იყო ხოლმე დრო და მე მახსოვს მალხას ძალიან კარგი სტატია რთველის რიტორიკა, თუ არ ვცდები ეს ქვია ამ სტატიაზე, იქ საუბრობს რომ აი მართლა როგორი პარადოქსია, რომ რთველზე როდესაც გიწევს აღწერო რთველი, შეაფასო რთველი, უნდა ილაპარაკო ყველაფერზე იმის გარდა, რაზეც რეალურად ლაპარაკობთ ხოლმე. არის მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, მუდმივად სულ სხვა დღის წესრიგი, რაც უნდა იყოს და უნდა ვილაპარაკოთ ამინდებზე, დაუშვათ დაავადებებზე, როგორი იყო ეს რთველი ხარისხი, როგორ დამწიფდა ყურძენი, როგორ კონდიციაში იყო, რომელ რეგიონში, რა ტერუარში, დაუშვათ რა სპეციფიკა იყო და ეს როგორ აისახება ღვინოზე და ამ დროს საუბრობთ იმაზე, რომ რაღაცა სუბსიდია რამდენია და ასე შემდეგ, ხო? ეს რაღაცა ესეთი მავნე პრაქტიკა და ამაზე ძალიან ხშირად წერდა ხოლმე მალხაზიც და არა მხოლოდ ესე ვთქვათ ნიუსები და სიახლეები, არამედ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონტექსტს ქმნიდა, ხო? ალბათ გემახსოვრებათ, რომ ძალიან ხშირად მარანში იბეჭდებოდა სტატიები, სადაც საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის რეგიონებზე, აი ძალიან სკრუპულოზური ნამუშევრები იყო აპელასიონებზე, იყო ნიადაგური, კლიმატური, დაუშვათ იქ თვითონ სისტემები, აი ამ კრუების საფრანგეთში, ხო? და ასე ვთქვათ, მოსავლების მიმოხილვები, დაუშვათ რეგიონები, რომლებიც არ იყო იმდენად ტრენდული, მაგრამ შემდეგ რაღაცა ფოკუსის ქვეშ მოხვდა. აი რაღაცნაირად იქმნებოდა პოლიტიკა, დარგობრივი პოლიტიკა, ესე ვთქვათ, საინფორმაციო, რომ რა არის დღეს მნიშვნელოვანი და იქნებოდა კონტექსტი, ხო? აი ამაზე რას გვეტყოდი, გიორგი, რაც გახსოვს, აი როგორ იქმნებოდა ეს რაღაცა დარგის პოლიტიკა, იმ საინფორმაციო. სხვადასხვა პირადად ჩვენ როგორ დავმეგობრდით და რატო დავმეგობრდით, მე მგონია, რომ იყო ორივეს ქონდა ერთნაირი მიზანი, რომ რაღაცები კიდე გვესწავლა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც ვიცოდით, ის მე რაც შეიძლება მეტი ხალხისთვის შეგვეტყობინებინა და თქვათ იგივე პირველი სტატიები, მე ძალიან ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა vinogy.com-ს, აი ეს საიტი იყო უმნიშვნელოვანესი, ყოველდღიურად რაღაც სტატია იწერებოდა, შეიძლება ვიღაცას რაც წაიკითხა, მაგრამ ანუ ვერ გაეგო, რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ უკვე ყურს ვაჩვევდით იმ სახელებს თქვათ ადგილის სახელებსაც და რა ქვია ცნობილ სახელებსაც თქვათ მეღვინეებზე თვითონ რომ მიხსენ შაპუტია რაღაცები რომ მიხსენა ხოლმე ნუ მაშინ არ ვიცოდი მე კი ვსწავლობდი მაგრამ არ მოკვირდებოდი ხოლმე ამებს მე ხა ღვინის მწერლობას არ ვსწავლობდი და ამიტომ ამ რაღაცებს მეც ვიღებდი ინფორმაციებს თან მეც ვაწვდიდი ხოლმე ხა თქვათ რაღაცები მე საფრანგეთზე შეიძლება მომეყოლა მაგრამ მალხაზმა მომცა პირველი ისე თქვათ 90-იანი წლების გენიალური აღწერა არის
საქართველოს მევენახეობის 1890-იანების, თქვა ისინი დააქსეროქსებინა ბიბლიოთეკიდან, გამოიტანა და ასლები მეც მომცა. სოლომონ ჩოლოყაშვილის თუ საერთაშორისო არა, იმისი რა ქვია, 1890-იანებში საფილექსადო კომიტეტისთვის გაკეთდა ისინი აღწერა და იქ ფაქტობრივად ესე შევინარჩუნეთ ჩვენი ჯიშები, იმიტომ რომ აღიწერა ყველა ჯიში, რუსულად არის დაწერილი, მე მაგის თავიდან გამოცემაც კი მინდოდა, მაგრამ სტაროსელსკი პირდაპირ ყო, მე მგონი იქ სხვა იმიდან იყო დაკვეთა, მაგრამ ყოველშაბათში საფილექსადო კომიტეტის ნაკაშიძეს ნაწერები არის დანდუროვი და ასე შემდეგ. რომელიც მე ითარგმნა სხვა შორის ეს თამაროვის თარგმანია, აი ამ ერთ-ერთ ორჯერ ითარგმნა 30-იანებში თვითონ თარგმნეს და ეხლაც გამოვიდა კი. და ეს სტატიები, პირველი გვარები ამ ინფორმაციის შემოტანა, ეს ვინოჯი იყო უნიშნელოვანესი და უნიშნელოვანესი იყო ასევე ის შაბათის თუ ხუთშაბათის ისინი შეხვედრები, ლექციები იყო ხოლმე, ანუ უბრალოდ კლუბი იკრიბებოდა და აქ მოდიოდნენ, მე მახსოვს ძალიან სასაცილო ისინი იყო ფრაზები ლექციებში ვიყენებ ხოლმე, რომ რაღაც აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ჭყლინტი ახალგაზრდები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ. ხო, მე გულისხმობ რაღაცა. მე უნდა ჭყინტი ღვინო, ძალიან ხშირად ამბობდა ამასთან. არა, ტერმინებზეც ეგ ხალხს საინტერესოა, მაგრამ ეს ახალგაზრდები, რომლებიც მოდიოდნენ და რაღაცა უნდოდათ, რომ გაიგოთ, იმიტომ რომ რაღაცა იცოდნენ, რაღაცა წაიკითხა, მაგრამ უნდოდათ ეს გადაიბათ და იქ იყო ლექციები, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ლექციის შემდეგ საუბარი ყოველთვის რჩებოდნენ ხოლმე. სხვადასხვა ადგილებში იყო ხოლმე. ახლა შეიძლება დროები შემეშალოს, მაგრამ გეოგრაფიის ინსტიტუტში ძალიან საინტერესო იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მოდი მარანის საკითხი ამოვწორე და კლუბზეც პრინციპში ბუნებრივად გადავედით, ხო? ესე იგი, ორიოდერ ამას დავამატებდი უბრალოდ მარანზე, რომ გარდა იმისა, რომ აი საერთაშორისო ადგილობრივ აი ამ მთლიანად ცოდნის სისტემატიზება ხდებოდა და კონტექსტის შექმნა ხდებოდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი მე მახსოვს მაგალითად და ვინც უფრო ჩემამდე იყავით, უფრო კარგად გემახსოვრებათ ეს, რომ ასე თქვათ, აი გარკვეული მოსაზრებები, რაც შეხედულებები, რაც აი დღეს უკვე რაღაც აქსიომატურად ითვლება, ხო? ან დავუშვათ ელემენტარული საბაზისო მოხმარების კულტურა, აი რაზეც ვსაუბრობთ, ხა ჭიქაზე, ხო და რაღაცა ღვინის გამხსნელი რო არ იყო და რაღაცა. აი ეს აზრები, შეხედულებები, რაც დღეს ითვლება აქსიომატურად, დაამკვიდრა აი სწორედ მარანის და მარანში ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, თავიდან გამოცემა ბეჭდურს და შემდეგ უკვე ვინოჯიზე იბეჭდებოდა იმარნის და ორიგინალურიც უკვე ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რაც დაარსდა 2015 წელს, ხო? ეს რომ მაგალითად არ ვიცი, რომ არის მნიშვნელოვანი ბაზრების დივერსიფიცირება. აი ამის რეფლექსირება გამუდმებული ხდებოდა ვინოჯი.com-ზე, სხვადასხვა სტატიებში, ინტერვიუებში და ასე შემდეგ. ნუ რა ვიცი, ის რომ მაგალითად საჭიროა, სასურველია, რომ მაგალითად ღვინის ხარისხი ვენახიდან მოდის. აი ეს დავუშვათ შეხედულებაც ძალიან ხშირად ისმოდა, დავუშვათ აი მარნის სტატიებიდან. და ეს არ იყო აქსიომა, თქვა 2005-6 წლებში. ეს დღეს კი ყველა ვიცით, მაგრამ მაშინ ესე არ იყო. ან ცნობიერება და ნაკლები აქცენტი კეთდებოდა. არ არსებობდა, კი. იგივე რომ მაგალითად ძალიან ხშირად აშუქებდა მალხაზი სტატიებს აი ეთიკურ საკითხებზე, მევენახეებსა და მეღვინეებს შორის ურთიერთობის ეთიკურ საკითხებზე, აი ყურძენი გამიყიდეს ამ თემაზე ძალიან ხშირად. ესეთი კარგი სტატიაც აქვს დაწერილი და ნუ რა ვიცი, მე მაგათად მაქვს რამდენიმე ესეთი ჩემი ფავორიტი სტატია, თქვენც გკითხავთ თუ რომელიმე განსაკუთრებით ესე გახსენდებათ. ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი ის არის ძალიან ძიმე პერიოდს უკავშირდება 2008 წელს, მაგრამ ეს არის სტატია ომის მტევნები, რომელშიც მალხაზი ამბობს, რომ მას ჰქონდა რაღაცა წლების მანძილზე გადადებული უზარმაზარი კვლევა ქართლის აი პატარა მიკრორაიონებისა და ტერუარების შესახებ. და უბრალოდ რაღაცა ვერ დაადგა იქამდე თავი რო გამოეცა და აი ამ ომის პერიოდში გამოსცა და ამას ერთვის ლევანსების კვერადის, რომელიც ჩვენი გაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იქნება, არაჩვეულებრივი კომენტარები, რომელიც თან ძალიან სევდიანია და თან ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ვინოჯიზე, იმიტომ რომ ლევანი ყვება, რომ როგორ მაგალითად იმაში, რა ქვია, ღვინოში, რო უწევდათ იქ დატოვება სახლების ტყვიავში და აი ერედში და იმ ადგილებში, მაგალითად ერთ-ერთმა მევენახემ ზუსტად იცოდნენ, რომ ეს რუსი სალდათები შევიდოდნენ ღვინის, მიაკითხავდნენ, ესე ვთქვათ და შხამით ჩაუყარეს თაგვის იმ ღვინოში და ასევე კიდე იყო ერთი შემთხვევა, რომ ეს რა ქვია, ესეთი
აი უკვე შემოდიოდნენ ეს ჯარისკაცები გორში და თუ არ შეიძლება ადგილი მეშლება და მოკლედ ძალიან ახლოს იყო მათ ესე თქო ძიმე ტექნიკა და ერთ-ერთი ოჯახის უფროსი ესე ვთქვათ სვამდა არაყს 3 ლიტრიანი ქონდა გამოტანილი და ცოლს ეუბნებდა რომ სანამ ამას ბოლომდე არ ჩავცლიო იქამდე აქედან ფეხის მომცვლელი მე არა ვარო და ის ხალი ელოდებოდა მორჩილად სხვა რა გზა ქონდა და ბოლოს რო ჩაცალეს ბოლოს როგორც იქნა უკვე აი მომდგარი ყავდათ და როგორი ისტორიებია ხო არ ვიცი ძალიან ალბათ ახლა ცოტა შეიძლება გადაჭარბებული იქნება რომ თქვა რომ საქართველოს გარდა არსად არ მოხდება თქო მოხდება ალბათ მაგრამ ნუ ძალიან სახასიათოა და ძალიან ესეთი არ ვიცი ჩვენი ისტორიის ძალიან მტკივნეული და ძალიან ძვირფასი ესე ვთქვათ ნაწილია და რა ვიცი კიდე ძალიან მიყვარს სტატია ჩხავერის იდუმალებაზე ლაპარაკობს და აბსოლუტურად აი კლიშეების მიღმა ძალიან ხშირად ამბობა ხომ რა აი გურული ქალებიც გადარეულია ჩხავერი თუ რაღაცა ესეთი ძალიან ესეთი სტერეოტიპური დამოკიდებულება და როგორ ვთქვათ ამის მიღმა როგორ საინტერესო ბუნებაზე წერს ჩხავერი ესე ფიცხტანინებზე და აი რაღაცა საინტერესო და მრავალწახნაგოვან ბუნებაზე. აი თქვენ ხო არ გაიხსენებდით ეგეთ? გაიხსენე ეს სტატიები ხა ცოცხლად წარმოგვიდგა წინ თვითონ გაზეთშიც გამოქვეყნებული მე ვინოჯიზე და ეს კომენტარებიც მათ შორის მე ესე კონკრეტულად ვერ ვიხსენებ რაიმე ესეთ სტატიებს იმიტომ რომ ჩემთვის თვითონ ყოველი ნომერი ესეთ ძვირფასი იყო ვინახავდი შენახული მაქვს და ვაპირებ რომ წიგნა დავკინძო იმიტომ რომ ეს მართლაც ღირებული ისტორია და რაღაცნაირად მე თვითონაც იქ რომ ჩართული ვიყავ ახლა უფრო ჩემი რამდენიმე სტატია მახსენდება მაგალითად ვარდისფერი ხაწითელი ჯიში დაბადების მოწყობით ანუ აი ეს სტატია მახსოვს რომ და ამას ერთ-ერთი ყველაზე ბევრი კომენტარი მოყვა მე და თუ სწორად მახსოვს ლოლაძე იყო ჯიშის ასე რომ ვთქვათ გამომყვანი ნუ ერთ-ერთი ვერსია ეს და იმის შვილიშვილმა დააკომენტარა მე რომ ეს რა ქვია კომენტარი ქონდა ამ სტატიაზე და ასევე ეს ექსპედიციები რასაც მე ღვინის კლუბი ატარებდა სხვადასხვა რეგიონში მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი ექსპედიცია ჩემთვის იყო გურიაში როდესაც მე მომამზადე სტატია რომელსაც ერქვა გურია ადესას გარეშე და იქ ქვესათაური იყო ჩხავერის საძმო რამდენიმე კანტიკუნტად ეს იყო პერიოდი სადაც გურიაში რეალურად მხოლოდ აყენებდნენ შაქარ წყალზე დამზადებულ ღვინის მსგავს სასმელს და რამდენიმე ადამიანი ვიპოვეთ თელ რეგიონში რომელიც აი მხოლოდ სუფთა ღვინოს აყენებდა და ამავე დროს გურიის ჯიშებიდან ძირითადად ეს იყო ჩხავერი და 1-2 რაღაცა ძირი საკმეელა ნახეთ და განსაკუთრებით ანდრო ვაშალომიძე შევხვდით გავიცანით ენთუზიასტ რომელმაც გურიის ჯიშები გადაარჩინა ფაქტობრივად თვითონ მოიწია და ამ დროს ჯიღაურასთან ერთგე უკვე იყო მაგრამ ანდრო ვაშალომიძე კიდე პარალელურად ამ საქმიანობას მისდევდა და ეს სტატიაც ასევე მახსოვს რომ ძალიან ესეთი დასამახსოვრებელი იყო რომელიც ამ ექსპედიციის შედეგებს აღწერდა ასე რომ ვთქვათ თუ რა მოვიძიეთ ვინ გავიცანეთ და ასე შემდეგ ნუ დეგუსტაციებზე სტატიებიც ძალიან საინტერესო იყო თლიანობაში თვითონ ნომრები იყო ისეთი ამ მარანის ნომრები რომ ყველა ნომერში რაღაცა მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ წამყვან რაიმე სტატიას, არამედ მთლიანობაში კარგად იკითხებოდა. და იგივე დეგუსტაციებზეც როცა ახვწევდით რომ ამ საფერავების დეგუსტაცია ან იშვიათი ვაზის ჯიშების განაყენებული ღვინოების დეგუსტაცია ამის ეს იყო როგორც პროცესის აღწერაც და მეორე მხრივ ამ პროცესზე გავლენაც უკვე ავტომატურად იყო, იმიტომ რომ ამას ელოდებოდნენ დეგუსტაციის მონაწილეებიც და შემდგომში ეს ხელიდან ხელში გადადიოდა და უზიარებდნენ ერთმანეთს და კომენტარებშიც ჩანს, რომ ინტერესი დიდი იყო უკვე პირველ რიგში რა თქმა უნდა დარგის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ამ დროს ღვინის მოყვარულებისთვის, გურმანებისთვის, რომლებიც ამ ინფორმაციას უკვე ეძებდნენ და იცოდნენ სად უნდა მიეღოთ ეს ინფორმაცია რომ გაზეთში და შემდეგ ვინოჯის მკითხველიც შექმნა ხო ღვინის ლიტერატურის მკითხველიც შექმნა მარანმა
ასე გამოდის. ხო, იცი რა არის, ახლა გიორგიმ კარგად აღნიშნა, რომ რაღაცა ეს აიპიროდის დაარსდა ღვინის კლუბი, შეიძლება ზუსტად 2009-ში დაარსდა, მაგრამ მანამდეც ეს ადამიანები ერთად სვამდნენ, ერთად არჩევდნენ ღვინოებს, ერთად ლაპარაკობდნენ რაღაც პრობლემებზე, რაც მაშინ მიაჩნდათ, რომ წვავე იყო მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის და მომავალზე ერთად ფიქრობდნენ, ხო? აი რაღაცა მე მგონი კარგად გამოჩნდა, როგორ მოუმზადა, ასე ვთქვათ, აი ამ საქმიანობამ და მარანმა ღვინის კლუბს უკვე ნიადაგი. აი როგორ მოხდა ეგ ამბებიც გვაინტერესებს და ბავშვით რა როლი ითამაშა ღვინის კლუბმა ზოგადად. ღვინის კლუბის როლზე მე ბევრი რამე შემიძლია მოვყვე, მაგრამ როგორ დაასწრა, ალბათ ალეკო შენ უფრო კარგად გემახსოვრება, მე მახსოვს, რომ ანუ უკვე რომ მომწიფებული იყო ფაქტია, იმიტომ რომ აი მართლა დაარსება ეს იყო, ფორმალობა იყო მარტო დარჩენილი. მე არა ვარ დამფუძნებელი სამწუხაროდ, იმიტომ რომ იმ დღეს მითხარით, რომ რაღაც ტექნიკურად იმ დღეს ვიყავი თბილისისა და ბავშვი მყავდა პატარა, მაგრამ სახში თბილისში არ ვიყავი, ესე მახსოვს და თუ არ ვცდები შენ იყავი ალეკო, ხო დამფუძნებელი? კი, ალეკოსაც ვკითხავ. და მაშინ ვინც აქტიური იყო, ყველა იყო ჩართული და ეს დაფუძნება პრინციპში უკვე ოფიციალური სახე მიეცა 2009, ხო? 2009-ში წეხადაც ვახსენეთ და მნიშვნელოვანია ის ლუკა გარგანოს ლექცია, რო ჩატარდა, ესეც უკვე ღვინის კლუბის შეკრების ფარგლებში იყო, უკვე ოფიციალურია და ნუ მაგან მე მოიტანა, რა თქმა უნდა, ეხლა მე მუშაობას ვეძახი ის საუბრები რაც არის, იმიტომ რომ მაშინ ბევრი საქმე გაკეთდა, ბევრი რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს და ის ფესტივალზე ფიქრიც უკვე მომწიფებული იყო და კლუბი დაარსდა, უკვე შეიძლებოდა ფესტივალის მოწყობას 10-ში იყო, ხო, პირველი ფესტივალი 2010 ანუ ყველაფერი მიყვა ლოგიკურად ერთმანეთს, ხალხი ვისაც აინტერესებდა რაღაცა ესწავლა, ხალხი ვისაც შეეძლო რაღაცა მოეყოლა და ყველა ის ახლა არც ღვინის მწერლობა გამოგვიგონია იმ დროს, არც ფესტივალი გამოგვიგონია, მაგრამ ისაც მომწიფდა უკვე გასაკეთებელი იყო, კარგად დაორგანიზდა და რავი ეს იყო ალბათ წარმატების წლები ეს 9, 10, 11, 12 და ნუ მე პრინციპში მეც მოყვება, მაგრამ ეს პირველი რო იყო ძალიან ისეთი იყო. აი მე მაშინ ალეკოს ვკითხოთ ამბები უშუალოდ ალეკო რა აი როგორ მოხდა ეს იდეა, როგორ დაიბადა, თუ სულ იყო დაუშვათ და აი რაღაცა ნელ-ნელა მიდიოდა ეს იდეა იყო მალხაზ-ხარბეტიას იდეა, რომელიც ასე რომ ვთქვათ, პარალელურად სხვას არ გასჩენია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არამხოლოდ ინტერნეტ ფორუმზე, ხო, ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ასე რომ ვთქვათ, გაზეთ მარანის შემდეგ უკვე ახალი ხალხი გავიცანით ინტერნეტ ფორუმიდან, რომელიც ჰქონდა winoji.com-ს საიტს. ამ დროს ეს ფორუმები უკვე ძალიან პოპულარულია დღეს, როგორც Facebook-ი, ასევე იყო მაშინ ეს ფორუმები. და ხო, როგორც სოციალური ადამიანი ძალიან აქტიური იყო, როგორც ფორუმჯიზე, ისე თავისივე დაარსებულ ამ winoji.com-ს, ანუ ფორუმზე, სადაც სულად ახალი ადამიანები გავიცანით, მათ შორის სოლიკო ცაიშვილი სწორედ ამ ფორუმზე გავიცანით, ასევე ანა ჭეიშვილი და სხვა ენთუზიასტები, მკვლევარები და უბრალოდ ღვინის მოყვარული ადამიანები და ერთხელაც ეს უკვე ეს აგვისტოს ომი მომხდარია და მარანი შეჩერებულია გაზეთი იმ დროს და უკვე ეს მომწიფებული იდეა გაგვიზიარა, მახო თვითონ ყვება, რომ თუშეთში იყო იახსარის ხატზე ჩამოტანილი ქონდა ალუდი, ხმელი კალტი, თუშური ეს რაღაც პატარა ნობათი და შევკრიბა თავისთან სახლში, რომ აი მოდი ეს გავსინჯოთ და იქ გითხრა, რომ აი ესეთი იდეა მაქვს, ეს მომწიფდა ეს იდეა და მოდი დავაარსოთ. იქ ვიყავით ანა ჭაიშვილი, მე, სოლიკო იყო, გიორგი სიმონგულაშვილი, ავთო კობახიძე, გიაგო პიტარიშვილი და ეს ხალხი და გიორგიმ სწორად აღნიშნა, იმიტომ რომ იქ შეიძლება ყველანი არ ვიყავით, მაგრამ რეალურად ის ვინც კიდე სხვები და სხვები ვინც იყვნენ, მე ვფიქრობ, რომ ყველანი ვართ ამ ღვინის კლუბის დამფუძნებლები, იმიტომ რომ ფორმალურად 2-3 დამფუძნებელი ყავდა ღვინის კლუბს და ფაქტობრივად ეს არასახავს, ასე რომ ვთქვათ, იმ ფაქტობრივ მონაცემს, იმიტომ რომ მახაზი იყო გუნდური მოთამაშე და ეს გუნდი დიდი იყო, ვინც ღვინის კლუბი დაარსა და მაშინვე ძალიან მალევე
სწორედ ამის გამო აეწყო ის, რომ მალევე დავიწყეთ ლექცია სემინარები, ამ ლექციებზე ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ეს ქონდა ეს შიმშილის გზნობა, საინფორმაციო შიმშილის, პირველ რიგში ჩვენ თვითონ, ვისაც ეს სფერო გვაინტერესებდა და მერე უკვე ინფორმაციებს როცა ვავრცელებდით ვინოჯიზე ისევ და ძირითადად მე ვწერდი ხოლმე ამ პატარა ნიუსებს, რომ ეს ჩატარდა ლექცია სემინარი ამაზე და ამაზე, მახმალხას უგზავნა და სულ მეუბნებოდა, რომ მალე გამოვაქვეყნოთ რაღაცა, თითქოს ის იყო რა, აი საინფორმაციო გადაცემა რაღაცა, რომ ძველდება. ამ დროს ახლა ერთი კვირის მერეც რომ გამოგვექვეყნებინა ის ინფორმაცია რა, დღეს უნდა დამეწერა აუცილებლად და გადამეწერა. რა არის 2-3 აბზაცია დასაწერი, რა არის ასე რატო აგვიანებს მეუბნებოდა ხოლმე ხშირად. ემოციალურად დაკარგულიყო? კი, მუხტი რო არ განელებო. მქონდა ამას მნიშვნელობა. სანამ ის ცოცხალი იყო ეს თემა ალბათ. ხო, აი კლუბს ორი ძალიან ბევრი, მაგრამ თავიდან ქონდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ერთი თეორიული ლექციები, აი ის რაზეც ახლა შენ საუბრობდი, რომ ყველა ის საკითხი, რის მიმართაც ეს ინფორმაციული შიმშილი არსებობდა, და ეს ლექციები თავიდან ტარდებოდა როგორც მახსოვს კავკასიურ სახლში იყო და შემდეგ გეოგრაფიულ საზოგადოებაში, მე საჯარო ბიბლიოთეკაში, ჩემ დროს უკვე საჯარო ერთი-ორი ჩატარდა ზოოპარკშიც. რას ლაპარაკო? უბრალოდ მახსოვს იაკოს მეუღლე მარინას ზოოპარკში პარტია ქონდა, ღვინოსავით მოიარე. ჩავატარეთ ხო რაღაც მახსოვს. საფერავებით ყოფილა მთელი საქართველო რომ მოიარე რაღაც. ხო და აი და ამ თეორიული სადაც აი აბსოლუტურად ესე რეფლექსია ხდებოდა ყველა იმ პრობლემის რაღაცნაირად წარსულიდან ამოზიდვად, საერთაშორისო გამოცდილებებთან დაკავშირებაც, ხო? და ასევე პრაქტიკული ნაწილი, რომ მაშინ არსებული ღვინოების იქნებოდა ეს დიდი მეღვინეობები თუ მცირე მარნები, დეგუსტაციები, თვითონ აი ამ ღვინოებზე საუბრის, აღქმის, ესე ვთქვათ, არ მიყვარს ეს სიტყვა მოხმარება, ჭაშნიკის ხელოვნება, ხო? როგორ უნდა ვისაუბროთ, რას მივაქციოთ ყურადღება, რომ ბოლომდე შევიგრძნოთ და აი მთელი სიამოვნება მივიღოთ ღვინიდან. აი ეს დავუშვათ იმ ფონზე, როდესაც ამ დროს თქვენც აღნიშნეთ წევან, რომ ღვინო იყო რაღაც სარიტუალო, უბრალოდ არ არის, უბრალოდ არც ვაკნინებ იმას, თუმცა იყო ეს ორი ძალიან განსხვავებული ეთიკაა, ხო? ერთი არის რიტუალი და ესე ვთქვათ, სულ სხვა დანიშნულება აქვს და აქ უკვე შემოდის რაღაც ჰედონური მომენტი და ღვინისგან სიამოვნების მიღება და ხელოვნება, ესე ვთქვათ, ბუნებასთან თანამშრომლობა და ასე შემდეგ, ხო? აი გკითხავთ ამ დეგუსტაციებზე და ლექციებზე, აი რა გახსოვთ მაშინდელი ჭაშნიკებიდან და მაშინდელი ლექციებიდან? რა საკითხებზე იყო საუბარი, რა ღვინოებს ინჯავდით? ორივესთან მექნება ეს კითხვა, გიორგი. ხო, რა ვიცი, აბა ეხლა ლექციები მე ანუ რასაც ვესწრებოდი ეს მართლა ანუ სურვილი იმდა დიდი იყო რაღაცა მოგვესმინა, რაღაცა ვიღაცას ეთქვა ისეთი რომ მოსმინა საინტერესო ყოფილიყო, რომ აბსოლუტურად ყველა თემაზე იყო. ეხლა მეც ვერ ვიხსენებ რა ლექციები ქონდა, მე მახსოვს კლუბის ფორმატი იყო. კი, ზუსტად კლუბი იყო, მიმოცვლა, ანუ მე მაქვს აკითხული, ანუ მე რასაც ვკითხულობდი მაშინ ლექციებს, პოპულარულ ენაზე რაღაც მეღვინეობის რაღაც წესები, სულ ვატყობდი რომ სოლიკო მეკამათებოდა ხოლმე რომ ეგრე არ არის ეგრე ეს წესები არ არსებობს მაგას იმაშრებოდა და სხვა შეიძლება ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა რაღაცებს წაიკითხავდა ზოგს ბევრს არ გამოუვიდა ლექცია იმიტომ რომ ჯგუფი ვერ აიყვანა ან მოკეთ კომუნიკაცია არ შეხვდა და მე აღარ მოვიდნენ ხოლმე ამცალია რაღაც ესეთებს ამობდნენ ხოლმე ასე კარგად დაიწმინდა ანუ ხალხი ვისაც უნდოდა ეს ურთიერთობა ყველა დარჩა იქამდე პროფესიონალი და არაპროფესიონალს არ აქვს მნიშვნელობას სხვათა შორის ვისაც უნდოდა სხვებთან ლაპარაკი ღვინოებიდან თვითონ აი გეოგრაფიულში მახსოვს ძალიან კარგი დეგუსტაციები იყო ხოლმე იქ ძირითადად უფრო ისე ადგილზე რო ვსინჯავდი კი ისე პრეზენტაცია ისე ლექციების ბოლოს ხო ლექციების ბოლოს ხო ვიღაცა ყველას რაღაც უნდა მოიტანა მაგრამ კიდე ცალკე იყო დეგუსტაციების მიმართულება როგორც ცალკე ღონისძიებები ხო ანუ უცებ ვიტყვი მაგრამ შენც გააგრძელე მაშინ ისე ანუ ეს ორი იყო ეს მე ლექცია მომწონს იმიტომ რომ ვიღაცა ყვება და იმის შემდეგ საუბრის გაგრძელება ჩემი აზრით გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ლექციის მოსმენა იმიტომ რომ ხა წიგს ხო არ ვკითხულობ რაღაცა და მე ამ დეგუსტაციაზე ყველა ყვებოდა რომ გავსინჯავდით ვიღაცას რაღაცა
რაღაცა ჭირდა და ეტყოდნენ, არ ეტყოდნენ და იქ სწავლობდა ხალხი, ანუ სწავლობდით, მე ბევრი რაღაცა ვისწავლით, თქო კომუნიკაციაში როგორ უნდა ყოფილიყო, ეს ანუ ლექციის ნაწილი იყო და ეს კონკურსების ხა ზოდა ქულებით შეფასება, ასე ვთქვათ, ღვინის, ეს არის ძალიან ლოგიკური, ყველას გვინდა, ღვინებს ვსინჯავთ ყვებით, მაგრამ რაღაცა იერის მიცვათ, იერარქია, კლასიფიკაცია და მე მგონი მე მოვიგონე ის ფორმა, ესე მახსოვს, იმიტომ მე ნასწავლი მქონდა და მოვიტანე ყველაზე მარტივი ფორმა, სადაც აღწერა იყო და ქულების ყველაზე მარტივი შეფასება. ისე რომ მე მგონი არავის არ გაგვჭირვებია, ვისაც აღწერა არ უნდა, ქულებს წერდა პირდაპირ და 20 ქულიანი მის დათვლას რა უნდა, უკვე მოხდა იერარქია, იწერებოდა სტატიაში, რომ პირველზე გავიდა ვიღაცის ღვინო, ის რომ კითხულობდა, იყო ძალიან დიდი мотиваცია, იმიტომ რომ აი შიმშილი იმის იყო, რომ რაღაცა გესწავლა და თან იყო ძალიან ბევრი პატარა მწარმოებელი, რომელიც ბოდში ვერ ჩაასხამდა, ვერ გაყიდიდა, მაშინ უკვე აღარ იყო ლიცენზიები და აქციზები, მაგრამ მგონი 5-ში გაუქმდა, ხო? ხო, მაგრამ ჯერ გართულებული იყო ეს, ვერ გაყიდიდი ღვინოს, არ იყო 1000 მოსავალი ჯერ, ხო? ასე რომ იმათვის ყველასთვის იყო ძალიან საჭირო და ჩვენც მე მგონი ძალიან მკაცრები არც მაშინ ვიყავით და არც ბოლოს არ ყოფილვათ, ასე რომ ვაფასებდით ძალიან ობიექტურად იქ როგორც უნდა შეფასდეს ღვინო. პრინციპში მაშინ გაცილებთ კარგად სინჯავდით, ვიდრე ბარე 2 საერთაშორისო. ანუ ეს რაღაცა კომუნა იყო, სადაც იყვნენ როგორც ძალიან გამოცდილი პროფესიონალები, ასევე დამწყები, ასე ვთქვათ, ენთუზიასტები, ვინც ამ ქულებს წერდნენ, ხო? მეგობრები და არაფერი გასაყოფილო არ ქონდა ისეთ ხალხი. მეღვინეებისთვის და მცირემარნებისთვის რამხელა, ასე ვთქვათ, აღიარებაც იყო და რაღაცა სტიმული რომ ჩამოესხათ, ხო? ბოდში როცა ამისი რეგულაციებმა მისცა ამის შესაძლებლობა, ხო? ან თუნდაც რომ ჩამოეტანა და თუნდაც შეიძლება იმისთვის ჩამოსულიყო ვიღაცა რომ ლექციის შემდეგ სხვებისთვის გაესინჯებინა თავისი დაყენებული. და მე მახსოვს ხოთაშორის, ხა მე მაშინ 2010-ში რაღაცა ესე არ დავდე, მაგრამ მეუღლე დადიოდა და მახსოვს რომ მაგალითად ბატონი გოგი დვალიშვილი ხიდისთავიდან ჩამოდიოდა, იქიდან დადიოდა. კობა ქვაჭრელიშვილი კახეთიდან დადიოდა ნაოტარი. ადამიანები რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ, რომ თავიანთი ღვინოები მოეტანათ, მიეღოთ უკავშირი და ასევე ახალი ინფორმაცია წაეღოთ რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ცოცხალი პროცესი იყო. ალეკო, შენ რა სიტყვა ამ ლექციებზე და დეგუსტაციებზე? იყო ღვინის კლუბის საქმიანობის ასე ვთქვათ გაგრძელებას, ანუ პარალელურად კიდე სხვა ღონისძიებებიც იყო და ამ ეს ლექცია სემინარებზე ერთგვარად ჯამდებოდა ბევრი კიდე სხვა რამ და დეგუსტაციების ციკლიც უკვე იყო დამატებით კიდევ რაც შექმნა ღვინის კლუბმა იმისთვის რომ ღვინოზე კიდე დამატებით სხვა ფორმატში გვესაუბრა გიორგიმ რაც გაიხსენა ეს ნამდვილად მეც ასე მახსოვს რომ თვითონ ეს ბარათის შექმნა თუ როგორ უნდა შეაფასო ეს არაპროფესიონალის ძალიან ესეთი იყო რაღაც საპასუხისმგებლო საქმე იყო რომ რაღაცა ქულა დაგეწერა ახლა პროფესიონალებისთვის მithumetes ვისაც უკვე დეგუსტაციებში ადრე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ეს ჩვეულებრივი რაღაც რუტინად შეიძლება იყო და მახსოვს რომ დაემთხვა პირველი დეგუსტაცია საფერავებს რომ იყო ეს პროფესიონალების და მოყვარულების შეფასებები რაღაცებში დაემთხვა და ესეც ძალიან ესეთ დაგვამახსოვდა ძალიან კარგი დეგუსტაცია ჩატარდა მას შემდეგ რაც ღვინის კლუბმა ჯიღაურას სანერგეში მოწეული ვაზის იშვიათი ჯიშებიდან დააყენა მცირე რაოდენობით ღვინოები და შემდეგ ეს ღვინოები ჩატარდა ამ ღვინოების გასინჯვას მიეძღვნა ცალკე დეგუსტაცია რომელზეც მედიაც ყავდა მოწეული რაღაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები და ისედაც გაშუქდა თუმცა ძირითადად მაინც ვინოჯიზე არის ჩემი სტატიაც არის ასევე ამ დეგუსტაციაზე ეს იყო ისეთ ჯიშები როგორც მაგალითად საკმეელა გურიიდან ასევე მცვივანი კახური ჯიში და მახსოვს რომ მცვივანი კახურის ღვინო ასევე ამ დეგუსტაციაზე მოტანილი ჰქონდა თეიმურაზ გლონც რომელიც ამ ჯიშის მკვლევარია წლები მიუძღვნა მან ამ მცვივანი კახურის კვლევას და მონოგრაფიაც აქვს დაწერილი საკუთარი ვენახიდან არა ის იღებდა იცოდა სადაც იყო გაშენებული და იქ უკვე შეეძლო რაღაც ხვადლიდან ჩამოქონდა ხო ძირითადად ეს იყო კორპორაცია კინძმარაულში კონჭოს მიერ გაშენებული ვენახში 100 მეტრი ვიქში არ იყო საკოლექციო ჩვეულებრივ საწარმო ვენახში იყო ერთი 100 მეტრი მეც ნანახი მაქვს
რაოდენობით ნუგზაქსოველი აწარმოებს. ძალიან აქტიური წევრი ღვინის კლუბის სიძე არის თუ არ ვცდები კონჭოსი და ნუგზარმა წაგვიყვანა გვაჩვენა რომ აი ცივანი კახური აქ არის და ეს იცოდა ბატონმა თეიმურასმა და შესაბამისად ეს ღვინოებს იკვლევდა რომ მცირე რაოდენობით აყენებდა თვითონვე და ეს კვლევა თავისი რაღაც ნივთიერებებს სასარგებლო ნივთიერებებს რაც შეიცავდა ამას წინათ კითხულობდი მაგ თემაზე რომ ეს ანტოციანები რაღაცა ეს ჩამოწერილი აქვს როგორ რას შეიცავს როგორ და რაღაცა ეს პროფესიონალები ცოტა სხვანაირად უყურებენ ამ პოლიფენოლებს მეცნიერულად სწავლობდა და სხვათა შორის ხო ცივანი დღეს ძალიან პოპულარული გავრცელებული ჯიშია და მაშინ ის 100 მეტრიანი რიადი იყო ერთი იყო ხო კი ეგა და ეს ჯიშების დეგუსტაციაზე მახსოვს აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილი ესწრებოდა ამ დეგუსტაციას და მან აღნიშნა რომ აი ეს მაშინ ჯერ კიდე იყო ეს სარეკომენდაციო ჯიშების სორტიმენტი. ნუ თავიდან სავალდებულო იყო საბჭოთა პერიოდში და შემდეგ სარეკომენდაციო გახდა და ამბობდა რომ ეს საქმეელა ზოგადად სარეკომენდაციო და კონკრეტულ ადგილას. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში იყო ჩამონათვალი ჯიშების, რომლისგანაც რეკომენდაცია სახელმწიფო უწევდა ასე ვთქვათ მეგობრებს. საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი იყო ჯერ ახალისი არის. ხო, ღვინოების. და მახსოვს რომ ეს ნოდარ ჩხატიშვილმა ისაუბრა რომ აი ეს რაც გავსინჯეთ ჯიშები აქო აქედან ეს საქმეელა იტყვის სიტყვას. იმიტომ რომ მაშინ საქმეელას ღვინო არ არსებობდა ეს ბაზარზე. ეხლა ბევრი არ არის, მაგრამ გაცილებით მეტი. ქართლის ჯიში რომელიც წარმოვადგინეთ რომელსაც უკვე საკმაოდ სამფრო მახსოვს რომ იაგო ბიტაშვილმა თქვა რომ იაგო არის ჩინურის პოპულარიზატორი. ციტატა ერთი ჯიშისგან აყენებს ღვინოს, მაგრამ თქვა იმ დეგუსტაციაზე რომ დანახაროს გავაშენებ ქართლში. ეს იყო 2010 წელი ალბათ. 2011-ში დავიწყე მე მუშაობა ჯიღაურაში და ზუსტად მე იგივე უკვე დავიწყეთ 3 წელი მე ვაყენებდი ამ საექსპერიმენტო ნიმუშებს იგივე ჯიშებისგან და ეხლა დღემდე გრძელდება იგივე მეთოდით. ანუ პირველი კლუბმა დააყენა, ეხლა რაღაც მახსოვდა ეს. 11-12 და მახსოვს ასევე დათო ჩიჩუას ისა кейს ეს დიპლომატი სკაუსე დიპლომატს ეძახდნენ ადრე და ეს დაავადებებს ეხებოდა ეს თემა რაზეც ნიმუშები ქონდა მოტანილი. წაიკითხა დათომ ეს ლექსია და ჩვენთვის ეს ძალიან იდუმალი ყუთი იყო გახსნა და პატარა სიჯარებში იყო ეს დაავადებები. და სულ ამბობდით ხოლმე დათო თავის кейსით კიდე მოვიწიოთ. და ძალიან კეთილ საინტერესო ლექცია იყო ეს. ეს დაავადებების ცნობიერება რომ ამაღლდა ესეც ამაშიც კლუბს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ფესტივალზე ჩვენ კიდე მერე ვილაპარაკებთ. რაღაც ამბობთ გიორგი? ხო, ეხლა მე დათო მითხრა ჩიჩომ ცოტა ხნის წინ რომ მე მალხას ხარბედია მე გამიცნია. დათო თავის სახლში ატარებდა ქვევრის ღვინის დეგუსტაციებს. ეხლა ქვევრის ღვინოზე პროფესიონალებს იწვევდა ხოლმე და მე აღარც მახსოვდა ეს, მაგრამ მე და მალხაზი მივსულვართ. ჩართულან და ეხა მალხაზი და ისე რა ქვია დავით ჩიჩუა და კლუბის ურთიერთობა ეხა დღეს იქან სადამდე წავიდა. ანუ ესეც გამიხარდა რომ მითხრეს. ესე იგი კლუბმა მე უკვე ეს საგანმანათლებლო საქმიანობა რაც დავუშვათ ვინოჯით და იმ სტატიებით დაიწყო უკვე რაღაცა ესეთი ინსტიტუციური სახე მისცა და გახსოვთ საქართველოს ღვინის კლუბის სკოლაც დაარსდა აი მე 2015-ში რომ ვაშუქებდი ამ ამბებს მახსოვს რომ უკვე იქ წერდით რომ ასობით კურსდამთავრებული ყავდა ამ სკოლას და ესენი იყვნენ ადამიანები არა მარტო დაუშვათ თბილისიდან ვისთვისაც უფრო მარტივი იყო მოსვლა არამედ რაღაცა რეგიონებიდანაც ჩამოდიოდნენ მახსოვს რომ მაშინ ესეც თქვით რომ ძალიან ბევრი ქალი იყო დაინტერესებული მევენახეობაში და ძალიან საინტერესო ტენდენციები იკვეთებოდა და ეს იყო უფასო და მოკლედ ღვინის განათლებაში ღვინის კლუბს აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი და ნუ აღარაფერს ვიტყვი აი ამ რამდენიმე წამოვიღე სანიმუშოდ ღვინის გამკვლევებზე, რომლებიც იყო, ფაქტობრივად ესეთი რაღაცა ძალიან პატარა ესეთი გამოცემები, მაგრამ აერთიანებდა ყველანაირ ინფორმაციას საქართველოს ღვინის რეგიონებზე, ჯიშებზე, ცნობილ მიკროზონას, ასე ვთქვათ, ადგილწარმოშობის დასახელებებიდან დაწყებული რაღაცა ძალიან სპეციფიკური ტერუარებით დამთავრებული, დაუშვათ კონკრეტულ მეღვინეობებზე და თითოეული წლის გამოცემაში, ეს თუ არ ვცდები 2012 წლიდან დაიწყო, ხო, გზამკვლევები და გამოდის დღემდე და თითოეულ ამ გამოცემაში ასევე იყო რეგიონების მიხედვით
მოსავლების მიმოხილვები და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ჩვენ თუ პრეტენზია გვაქვს რომ რაღაცა ღვინის სამშობლო ვართ და გვინდა გავხდეთ ასევე ღვინის ქვეყანა, რაღაცა აი ამ მოსავლების მიმოხილვას, რასაც მალხაზმა ტრადიციად დაამკვიდრა და საფუძველი დაუდო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გიორგი გაიხსენა ის აბა როდესაც კონგრესი სტარტდებოდა. კი, ხო, ეს ლოგიკურია, რომ ეხა ღვინის წერალი უნდა წერდეს ამ თქო შეფასებასაც, მაგრამ ის გამახსენდა, რომ 2010 წელს ჩატარდა, ანუ პირველი კონგრესი რო ჩატარდა, სადაღუნის საერთაშორისო ორგანიზაციის, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და საქართველოს მეღვინეობის რუკაზე რო ჩნდებოდა და ისეთ ძალიან მასშტაბური ღონისძიება არის 600 კაცამდე იყო ჩამოსული მთელი მსოფლიოდან და აღმოვაჩინეთ, რომ მაშინ ორგანიზატორებში ვიყავი მე სამეცნიერო მიმართულებით, არ ქონდა არანაირი გამოცემა ინგლისურად კი ქართულადაც არ ქონდა რომ გვეთარგმნა რომ ვიღაცას რო ჩამოვიდოდა და წაიკითხა ქართულ ღვინოზე და მაშინვე მახსოვს მე და თინა კეზელი და შევხვდით მალხას და ფაქტობრივად ერთად დავწერეთ პირველი ბროშურა ქართული ღვინო რეგიონები წინანდალი ადგილი წარმოშობები ჯიშების ძირითადი აღწერა ბოლოში ისიც კი გავაკეთეთ ჩამონათვალი ღვინის დასახელებების მაგრამ ვერ გავაკეთეთ მოსავლის წლების მიხედვით შეფასება და ეს უქონდა რომ გავაკეთოთო მე რა ტელეფონად ბევრჯერ გვილაპარაკია რომ ერთი დიდი ცხრილი უნდა გაგვეკეთებინა ფაქტობრივად ესე დაბადებულა ეს გზამკვლევების 2010 იყო პირველი გამოიცა როდის ესე იგი 12-ში ხო და დაიწყო იქ პირველი მაშიც ხო რაღაც ვითანამშრომლოთ ესე მახსოვს ასე მე მგონი ისიც მნიშვნელოვანია თქვა მალხაზზე ანუ პირველი თაობის WSET-ის ისენი ვართ, რა ქვია, ჯერ მეორე გავიარეთ. დამთავრებულები, ხო, მესამე დონის, ხო. მეორე მე მესამეც გავიარეთ და მალხაზსაც და მე სხვადასხვა დროს ვიყავით, გვაქვს კიდე სწავლების უფლებაც ავიღეთ. და თქვა იგივე ტერმინების თარგმნა. მახსოვს ამის კვალიფიკაცია. კრამბერი და შტოში ძალიან ისეთი სუმეცინება ხოლმე მაგაზე კამათი რო არის. კრამბერი მოცხარი არის? კრამბერი შტოში არის და ეს თარგმანი რო ხოლმე შტოში ზოგი კოწახოს ეძახს რაღაცები და უბრალოდ ბარბერი. ჩვენ ჩამოვწერეთ მაშინ უკვე მოკეთ მუშაობდით ძალიან ისეთ ინტენსიურად რომ ყველა ტერმინი იყო ზუსტად ყოფილიყო თარგმანი და ეხლა მე ცოტა მაინც მეღვინურად ისე რაღაც ჩატჩოებში ვიყოდებდი ხოლმე ის სითამამე მალხას როგორც ეხლა ლიტერატურს ქონდა ეს ტერმინები რომელიც შემოქონდა ხოლმე რაღაც უფრო ისეთი მხატვრული ნუ დღესაც დამკვიდრებული ახლა დღეს დეგუსტაციას ესეთ მარტივად ვატარებთ ხოლმე 15 წლის წინ ესე არის ხო იქ გაცილებით და აი ძალიან მოკლედ რა ვთქვათ ეს ორი არაჩვეულებრივი გამოცემა კიდე რომელიც აი ეს არის მცირე მარდის მეგზური რომელიც ასევე ღვინის კლუბმა გამოსცა ეს არის აი ფაქტობრივად მე-19 საუკუნეში რაც იყო და დილია წინამძღვრიშვილის სკოლის გამოცემა სახელმძღვანელო ჩვენ სულ ჩიოდით მაგას ხო რომ რაღაც თანამედროვე ლიტერატურა არ არსებობს დიდი რეპრინტები კეთდება მე-19 საუკუნის დროინდელი წიგნების და ეგეც რაღაც მიღწევად მიგვაჩნდა ხო ეს არის არაჩვეულებრივი წიგნი რომელიც თანამედროვე ცოდნასაც აერთიანებს გარდა იმისა რომ ახლა რაღაცები უცვლელია ხო მე ვენახეობაში მას შემდეგ რაც ილია წინამძღვრიშვილი იყო და ლევან ჯორჯაძე ხო და ასევე სულ ბოლო ეს არის ნამუშევარი USAID-ის დახმარებით ვაზი და ღვინო გურიასა და სამეგრელოში და ამაზე უკვე შემდეგ ბლოგშიც ვისაუბრებ რომ შევაჯამოთ აი მე ორ სიტყვას ვიტყოდი მასე როგორც ღვინის მწერალს აი გიორგი ამბობდა იმ ტერმინების გადმოქართულების და ესე ვთქვათ მოშინაურების ხელოვნებაზე ხო ამას სჭირდებოდა ადამიანი ვინც ღვინოშიც ძალიან კარგად არის გაცნობიერებული და ვინც ქართული ენის ასე ვთქვათ ენას ისე კარგად იცნობს და ისე თავისუფლად გრძნობს მასში თავს ასე ვთქვათ დიდარი ასე ვთქვათ რესურსი აქვს ენობრივი და ის ზუსტად ასეთი იყო მალხაზი იმიტომ რომ როდესაც ან კითხულობ მის მიერ ღვინის დახასიათებას ან რაღაცა ვიდეო ჭაშნიკებიც ქონდა მას და იმას უსმენ აი მართლა ფიქრობ რომ აი რაღაცა ღვინის სამშობლოს გარდა ღვინის მწერლობის სამშობლოც ვართ ესე გგონია იმიტომ რომ იმდენად ბუნებრივად ჟღერს რომ აი გონია რომ აი ეს რაღაც 15 საუკუნოვანი თუ რაც არის მთლიანობა ლიტერატურაში ეს ქონდა ღვინის მწერლობაშიც რომ აი იმხელა ტრადიცია თითქოს არსებობს და აი მართლა რაღაც ძალიან საერთოდ არის გზნობა ეს რაღაცა ტექნიკური უხეირობა რაც დაუშვათ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ უფრო რაღაცა აი მარკეტერების ენას რაღაცა უკავშირდება და ძალიან ცუდად ხვდება ხოლმე ყურს და აი მალხაზი როდესაც ღვინოზე ლაპარაკობდა, აი მართლა გეგონება რომ ღვინის წერლობა დაიბადა ქართულ ენაში. თუმცა რა თქმა უნდა ხა ეს რაღაცები მალხას არ მოუგონია, ეს იყო იმ ქართული ენის წიაღში
რაღაცა ღრმად ესეთი არქეოლოგიის შედეგი და მან კარგად იცოდა ეს ენა, იმიტომ რომ ადამიანები ხო ახლა შეიძლება მწერლობა არ ქონდა ღვინის, მაგრამ აფასებდნენ ხო ღვინოს და ეს სიტყვები არსებობდა ხო, რაღაცა ახლა ერთი მახსენდება ერთი გლეხი აფასებს ივან ჯავახიშვილის ექსპედიციების ჩანაწერებშია, რომ იგეთი მტევნები იყო, გეგონება ბალღებიაო, ანუ აი რაღაცა როგორი ის არის ხო, ჯერ როგორი მეტაფორული ხედვა ყველაფრის, ღვინისაც, ვაზისაც განსაკუთრებით ხო და აი ეს რაღაცა ენობრივი რესურსი მალხაზმა ესე მზის სინათლეზე გამოიტანა და დაგვიტოვა როგორც აი შესაძლებლობა რომ წეროთ და ვილაპარაკოთ ღვინოზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ალეკო დაამატებდი რამეს? ვიტყვი თავარი რაც არის რომ ღვინის კლუბის საქმიანობა გრძელდება. აი ხლა ღვინის კლუბის ხელმძღვანელი არის ირენ მახარაძე, მალხაზ ხარბეტიას მეუღლე და ირენი ყოველთვის იყო უჩინარი გმირი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ხშირად ვიკრიბებოდით მალხაზთან სახლში, ჩვენ ეს შეკრება, რაც ახლა ვისაუბრეთ ღვინის კლუბის დაფუძნების წინ, რაც მოხდა, თვითონ მალხაზი ჩამოთვლის იმადიანებს, ვინც იქ შეიკრიბა და იქ ირენი არ არის ნახსენები, როცა იქ იმყოფებოდა და ამიტომ ამბობ, რომ ის არის უჩინარი გმირი და აქტიური მონაწილე ამ ფესტივალების დაგეგმვის, ასევე არა მხოლოდ მალხაზ ხარბეტიას თანამგზავრი ცხოვრებისეული, არამედ მისი თანამოაზრე, თანამებრძოლი და მნიშვნელოვანია, რომ ის ღირსეულად აგრძელებს ამ გზას და მალხაზ ხარბეტიას გუნდი, ვინც ვიყავით, ისევ არსებობს ვინოჯი.com, ისევ ყოველდღიურად განახლებადი გამოცემა, თქვენ რომ ნახოთ ყოველ დღე თითო ინფორმაცია ის იქნება ღვინის დეგუსტაციის შედეგად რაღაც პატარა დახასიათება თუ სტატია თუ სამოგზაურო რეპორტაჟი, ეს ღვინის ჟურნალისტიკა, ღვინის წერლობა გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია არ შეწყვეტილა. გრძელდება და ჩვენ აგერ გაიცემთ დასაწყისში უნდა აღმენიშნა ალბათ, რომ შევდით აგერ ალეკოს უსხია ჩარდახის ჩინური მალხაზ ხარბეტიას მარნისა კალამზეც ვისაუბრეთ, ეს არის 2019 წლის მოსავალი და ჩვენ ვსვავთ უკვე ხიხს, რომელიც არის 2021 წლის მოსავალი და გაუმარჯოს მალხაზს და შემდეგი სტუმრობით დაგებრუნდებით. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრებს მივესალმები. ესენი არიან იაგო ბიტარეშვილი, მე ვენახე ღვინის მწარმოებელი და იაგოს ღვინის დამფუძნებელი და ლევან სეფისკვერაძე, ღვინის ჟურნალისტი და ქართული ვაზის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩვენ წინა გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ მალხაზ ხარბეტიას საქმიანობაზე, ღვინის კლუბში და გამოცემა მანაში, მის ღვინის მწერლობაზე. და ასე ვთქვათ, მის საგანმანათლებლო საქმიანობაზე. და აი ამჯერად მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ აი იმ გავლენაზე, რაც უშუალოდ მცირე მარნებზე განსაკუთრებით, თუმცა არა მხოლოდ მცირეებზე, აი ღვინის წარმოებაზე და ღვინის მოხმარების კულტურაზე დაუშვათ ჰქონდა იმ პროექტებს, რომელსაც სათავეში ედგა მალხაზ ხარბეტია. ძალიან მოკლედ შემაჯამებლად რაიმეს ხომ არ დაამატებდით დაუშვათ ღვინის კლუბის საქმიანობას და მარანს დაუშვათ იაგო, რაც სარაზეც გადაცემის წინა ნაწილში ვისაუბრეთ. ნუ მარანზე ალბათ ლევანი უკეთესად იტყვის, იმიტომ რომ წერდა აქტიურად. რაც შეეხება ღვინის კლუბს, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანების შემკრები ადგილი და ეს ყველაფერი ფორუმით დაიწყო. მანამ უშუალოდ ფიზიკურ შეკრებაზე გადავიდოდით და ამის გარშემო ასე ვთქვათ მოიკრიბა ერთად მოაზროვნე, ერთი რაღაცა ყველას აერთიანებდა ღვინის სიყვარული. და შესაბამისად ამისგან აეწყო მერე ის იდეები, რომელიც ამას მოყვა, მარანი არსებობდა უკვე რა თქმა უნდა ეს ახალი ღვინის ფესტივალი და სხვა და რაც თავარია იყო არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ იყო ჩვენი სამშაბათობით შეხვედრები. ხო, იმიტომ კი, ძალიან კარგი. ლექციები, ეგრეთ წოდებული ლექციები, იმიტომ რომ მაშინ ამის საშუალება არ იყო. ეხლა ნახეთ რა სავსეა, ხო, სოციალური სივრცე, რომ
რაღაცა ეს ტრენინგი იმაზე, რაც ძალიან მიხარია, ხო, მაგრამ მაშინ ამის საშუალება საერთოდ არ იყო და რაც თავარია იყო იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ყველაზე კვალიფიციური ადამიანებს გაეკეთებინათ ეს ლექციები და თან ყოფილიყო უფასო. და ამან რა გამოიწვია, ამან უფრო მეტი პოპულარიზაცია გამოიწვია, ამან უფრო მეტი დაინტერესება, ამან უფრო მეტი мотиваცია მისცა ვიღაცას მარნის დაწყების ან ვენახის გაშენების და ეს ძალიან დიდი სტიმული იყო იმისი, რომ შემდეგ უკვე ახალი ღვინის ფესტივალი, რომელმაც კიდევ უფრო დამატებითი мотиваციები გაუჩინა ადამიანებს. ძალიან მიხარია რომ ეს დაიწყო ეთო ეს პროექტი, შენი პროექტი და უსურვებთ ავტოვრიას ისე იგი დიდი ხანი ყოფნას და ჩვენ გვჭირდება ძალიან მსგავსი იდეები და მსგავსი პროექტები, იმიტომ რომ ქართული ღვინო არტო არ არის აიღე და ალი. ერთი ახლობელი იყო ჩემი, იყო რა არის და სვანი წარმოშობით და როიცით და რაიცია დამკახელი ესე რომ ღვინოზე კაცო რთული არ არის, აიღე და ალი. კარტოფილს რომ ოლა უნდა ხო და ეთო ჩვენთვის ეს გაზეთი იყო ასე ვთქვათ აი 10 აი ძალიან დიდ აი ესე არაფერი არ იყო ეთო წარმოიდგინე არის 2007 წელი და აი არაფერი არ ხდება ქართულ მეღვინეობაში რამდენიმე ასე ვთქვათ თან 2006 წელს მოხდა რაც მოხდა ეს უსული ესე იგი ისო იყო ემბარგო და უცებ და აი ამან გამოვანათა რა ჩემთვის იყო აი მანდ მუშაობა და მანწერა იყო რა ვიცი ავიზარდე როგორც ღვინის უნარისτη რა კი სწორედ ეს თქვა ალეკო ცკიტიშვილმა რომ აი რაღაცა არანაირი ფონური განათლება არ არსებობდა ამ წერლობაში და ჟურნალისტიკაში და რაღაცნაირად პრაქტიკაზე ყველა ერთად სწავლობდით ხო თან და ერთმანეთს ზრდიდით და ამ საოცარი ადამიანების გასწავლობა ხა სოლომონ სააშუს თქვენ ახსენეთ ჩემი ერთ-ერთი პირველი ესპონდენტი იყო სოლიკო და რა ვიცი მე რო სოლიკო დავინახე ნუ მანამდე სოლიკო შეხვედრილი ვიყავი მე მივხვდი რომ ღირს ანუ ამნაირ ადამიანებთან ყოფნა და ანაბრძოლა ღირს ანუ იმიტომ რომ რა ვიცი თუ არ გჯერა შენი ეგობის და შენი ასე ვთქვათ პარტნიორის ძალიან ძნელია აი ეს საქმე გამოვიდეს და მე ვფიქრობ რომ ჩვენი გაზეთი შეედგა გაზეთ მარანი მაშინ სანამ ლევან სანამ შენ ვაზის ფონდის დამფუძნებელი ხარ ერთ-ერთი და სანამ უშუალოდ აი ამბებს გკითხა როგორ დაიწყო ეს პროცესი იაგო მაინტერესებს აი საერთოდ როგორ მომწიფდა ნიადაგი ამ ქართული ვაზის ფონდის დაარსებისთვის რომ აი საერთოდ როდის გაჩნდა ესე ვთქვათ ესეთი კარგი გაგებით პრეტენზია რომ საქართველო არ არის მხოლოდ რქაწითელის საფერავის და ცოლიკაურის დაუშვათ ქვეყანა ხო ჩვენ გვაქვს 500-ზე მეტი ჯიში და რატომაც არა უნდა იყოს ეს ბიომრავალფეროვნება. წინა ნაწილში ვახსენეთ, რომ აი ჯიღაურას მეურნეობასთან ერთად რომ ეხმარებოდა კლუბს ბატონ ლევან უჯმაჯურიძე და ესეთი რაღაცა დეგუსტაციები ტარდებოდა რთველშიც კი იღებდა კლუბი მონაწილეობას. აი ეს როდის მომწიფდა ეს იდეა, რომ იშვიათი ჯიშები, იმიტომ რომ მე როდესაც დავიწყე ამ სფეროში შემოვედი, აი მაშინ უკვე ძალიან ესე ვთქვათ სულ ისმოდა ეს რომ იშვიათი ჯიშები. კი, ეს და რომ შევხედოთ ასე ვთქვათ, აი საბჭოთა კავშირის მე ერთ-ერთი დიდი მონოპოლარი რაც არის ჩემი აზრით ეს არის ჯიშთა მრავალფეროვნება. და ზუსტად თუ დააკვირდებით, გაცილებით უფრო დიდი როლი შეასრულეს მამაში პატარა მარნებმა. რატომ? ანუ ამას კი ვიძახ, რომ იმას არ უყვართ დიდ მარნებს შეიძლება ეს ჯიშთა მრავალფეროვნება. უფრო მოქნილები არიან, ხო? იმიტომ რომ საკუთარ საკარმიდამოში ან შემორჩენილი ქონდა, ან ახალი ინიციატივით გაკეთდა და ესაც ყველაფერი იმ ფორუმიდან დაიწყო და უნდა ითქვას, რომ ალეკოს ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამაში ამ იდეაში, იმიტომ რომ იდეა ერთია და ამისთვის ხორცის შესხმა მეორეა, იმიტომ რომ რაღაცა ამის გარშემო ფიზიკურად ადამიანები უნდა გაერთიანებული იყვნენ. ყველაფერს ორგანიზება, თითქოს ყველაზე მარტივი რამის ორგანიზებაც ხანდახან ძალიან რთულია. ხო, აქ საუბარი იყო ადგილის ყიდვაზე, მენახის გაშენებაზე, ფიზიკურ შრომაზე, რეგიონში, სადაც არც დასარჩენი არ არის და ასე და ასე შემდეგ, ხო? და თვითონ ეს იდეა რომ ჯიშთა მრავალფეროვნება ყოფილიყო ზუსტად იქიდან იყო გამოწეული რომ აი ეს 70 წლიანი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში გაჩნდა რაღაცა ასე თქვათ ეგრეთ წოდებული მონოკულტურები რა ხო ძალიან მე ჩემს მაგალითად გადასარევი ჯიშია რქაწითელი
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა არის შეიძლება იყოს საინტერესო განსაკუთრებულად რომელიღაცა ადგილისთვის მაგალითად და ასე შემდეგ და ზუსტად ეს მაშინ ძალიან სიახლე იყო, მაშინ ვერ გასინჯავდი სხვა ჯის. გახსოვს ლევან ჩვენ დეგუსტაციებს ვაკეთებდით ხოლმე და თუ ვინმე მოიტანდა სხვა ჯის ჩვენთვის იყო ძალიან ის ხარ აი ნებისმიერი სხვა აი მწვანე კახური ხო გვიხარობდა რომ ხო მაშინ მწვანე კახურით საკმაოდ არა არ იყო ფიზიკურ მაღაზიაში მით უმეტეს ვერ შეხვდებოდი რა იყო 3-4 ჯიში მაქსიმუმ ახლა ჩვენ არ საუბრობთ ახლა იქ ტკბილზე ნახევარ ტკბილ ღვინოებზე რომელიც ისედაც სულ იყო მაგ პერიოდში ხო ამიტომ ამაზე ინტერესი ჩვენც ქონდა თვითონ შიგნით და რახან ჩვენ ქონდა გაცილებით მეტი ინტერესი იყო და მაგალითის მიცემინდა ყოფილიყო გaalეთ და სწორედ ამ დარგისათვის და აი ეს მისიც მაგ დროს ასე ვთქვათ იკისრა ამ ფონდმა და მე მგონი ძალიან კარგად გამოუვიდა იმიტომ რომ იცით როგორ არის გავლენა ხო როგორ ხდება ახლა მე დარწმუნებული ვარ მახომაც კი ვერ შეიგრძნო ის გავლენა რაც მას ქონდა ზოგადად ამ დარგზე და ყველა ალბათ ესეა იმიტომ რომ ვერ გაიგებს სად შეიძლება შენმა ერთმა ნათქვამმა შენმა ერთმა საქმემ მაგალითად ვის მისცა мотиваცია ამის გამო ვიღაცამ რაღაცა კარგი გააკეთა ან ვენახი გააშენა ან მანანი გააშენა და ასე შემდეგ ხო ამიტომ ეს ძნელია ციფრებით დაითვალო რა გავლენა იქონია ამ ვენახის ფონდმა მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ბაზის ფონდმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა და ამის საფუძველზე დღეს რამოდენიმე მარანი არის და რამოდენიმე ახალი ჯიშიც არის დავიწყებული ძველი ჯიში უბრალოდ ხო ის ჯიში ლევან კი ამაზე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება საერთოდ კლუბის საქმიანობაში ეს ისე ჯიშები და თქვა კიდევაც რომ ალეკო იყო ამის თავი ასე ვთქვათ მოტივატორი და ხან ხდებოდა ისე რომ აი უკვე აი ახო ისე თხოვდა რომ ალეკო დღეს მოდი დონდღლავი ჭკნარა არ გვინდა არ დღეს აი მოდი დღეს არ ვისაუბრო დონდღლავი ჭკნარა დონდღლავი არის იშვიათი დონდღლავზე ხშირად ლაპარაკობ ხო იშვიათი იმერული ჯიშია ასე უცნაურად ხარობდა ნუ ხარობს ალბათ ტყიბულში და ალეკო იქაურია და ეს დონდღლავი ჭკნარა იყო და აი ახო მოთხრა რომ დღეს არ გვინდა დონდღლავი ჭკნარა დღეს დონდღლავზე თავი შევიკავოთ არ ჭკნარა ხო კიდე აქვს კლონი თავისი ჭკნარა და ახლა ჯიში რომ ჭკნარაა ცოტა ესეც რაღაც უცნაური კი ბატონო ამბები მაინტერესებს აი ვინ იყავით მაშინ ვინც რა თქმა უნდა არ გულისხმობ იურიდიულად ვინ დააფუძნა ორგანიზაცია ანუ ყველა ის ადამიანი ვისი გონება თუ ფიზიკური შრომა იყო ჩართული ამაში ვიცი რომ სოლიკო ცაიშვილი იყო და რა ჯიშები გაშენდა როდის იყო ეს ამბები ესე იგი მანამდე ყველაფერი ესე იგი ორჯერ ახსნა და მეც ვიტყვი რომ ეს იყო ფორუმზე ესე იგი მოხდა ჩვენთან ღვინის ფორუმზე, ასე ჯერ იყო ესეთი შეიქმნა ასე ვთქვათ ფორუმზეა, ხო, კი და ესე იგი გვინდა რომ უბრალოდ ქონდა ჩვენი ვენახი, მაგრამ მაშინ აი წარმოადგენდა ეთო აკურა ეხლა ვიცი რა რთულია ვენახი და რა პრობლემებიც რაში და ჩვენ გვინდა ეს ვატყობთ რომ ჩვენი ვენახი, რა მაგარია და თავიდან რაღაცა ესე ფოტო წარმოგედგა. აი ძალიან $100 დაავდეთ და რაღაცა და ნუ რამდენიმე ადამიანმა მე კიდე დავამატეთ და ვიყიდეთ მიწა აკურციხეში. ხა რატო აკურციხეში? იმიტომ რომ სოლიკო იქ იყო და სოლიკო გითხრა რომ აქ იყიდება, კარგი ადგილია, ხო და მე რაღაცა წავიდა ნუ 1-2 კითხვა რომ რაღაცა თუ არც მოგწოთ მაშინ კიო ლევთქარ კი ისა სოლიკო აი მოგწოთ და აი ესე ვიყიდე. თავიდან ესე იგი ასევე იღაურა და წამოვიღეთ რა თქმა უნდა. ესე იგი ჩვენ ყველაზე მეტი ქონდა ხვი და სხვა ძალიან კარგი ღვინო დგებოდა და ეხლა დგება და ძალიან მიხარია რომ კარგი არის მფლობელობაშია ეგ ვენახი ახლა ჩვენი ღვინოს ოლიკოს მარანი რაც იყო ეხლა მათია და ძალიან მიხარია რომ ასე ვთქვათ ისეული ადამიანების ხელშია ჩვენ ქონდა ღვინის თეთრ აი შესანიშნავი ჯიში ქონდა წვანე და ერთი უცნაური ეს არის ჰამბურგის მუსკატი. როგორ მოხდა? არ ვიცი ჰამბურგის მუსკატი ჩვენთან. ხო და ნუ აი ამასაც მოყვები ასე და ეს მოყვა ეს ნერგი თუ როგორ? ხო აი რაღაცა ესე მოხდა რომ ჰამბურგის მუსკატი იყო და ახლა აღარ იმართვით ხა ნუ მაგრამ ხო და ესეთი ეს არის რაღაცა პირველი ასინჯვა ამ ჩვენი ღვინოების ახალი ნუ აუწუვეთ რაღაცა ძალიან ცოტა კეთება ძალიან ცოტა საუბარი რაღაცა აი 20 ლიტრა 15 ლიტრა მეორე 7 ლიტრა მესამე აი ეს და აი ძალიან ისე რომ პირველი მოსავალი და ახლა სინჯავ და
როგორია ეუნემოს ოლიკო მახოს და მახოთ რა მუსიკალი თანაც ჰამბურგის როგორი უნდა იყოს ოლიკო ბაკურციხეში მოწეული მუსიკალი თანაც ჰამბურგის ხო და ამის მე მქონდა რაღაცა შესაძლებლობა რომ გერმანიაში დაყავარია ჰამბურგის მუსიკალი და სხვაუდა სინჯაო და თარმამოდი მუსიკალი თანაც ჰამბურგის როგორი შეიძლება იყოს ხო და მარტო უნდა იყოს ბაკურციხეში ხო და მე ესე ნელი და გავზარდეთ ეს არტობები რაღაცა მუშაობთ ერთად ნუ მახო სოლიკო მე ავთო კობახიძე ალეკო გიორგი სიმანგულაშვილი ასე იგი კიდე ხო რა ქვია ესე როგორ იყო იცი რომ მე ასევე იყო ალეკოს ძმაც ჩვენი პარტნიორი კიდე ერთია ევან გუგუშვილი ჩვენი მეგობარი და აი ეს იყო თავარი დამტყმარი თუ იმე გამომჩა ოდიში და ნუ აი ესე იგი ვენახი ჩავყარეთ იმ დღეს დაუვიწყართ ეს როცა საქართველოს დაამარცხა ხორვატია 1-0 ესა ეგ დღე ხა ადვილად ადამ ოცმებადია მოვიდა სახით ტალახიანების სველები რაღაცა დაღლილები რაღაცა და მე ხა მაგალითად რაღაც ავესული გამოვიწყდა მარტო ზივრად და გულში მატყიოთ ეგ რომელი წელია 2011 10-ში და მე ხა ცოტა ხა რაღაც ედორობა მაინც და მაინც არ მაქვს კაი და მივიდი წინზე ვარ სულ არ მაინტერესდა თუ რაღაც ხალხი ხოდის უკან სოლიკო აი ესე ამომწია ამას უყურეთ ერთი და ესე გადავსო გვერდით და აი ის თამაში იყო აი დღე იყო ჩვენი გამარჯვების დღე რომ ენახის და აურგეთ და საქართველოს აიმარჯვა და რა ვიცი ოღონდ ერთი კვირა ხმა არ ქონდა ვერა ხო ძალიან პატარა ეთო საუბარი ეს ჰექტარის მესამედზე მე ჰექტარამდე გვიდოდა მისვლა და მაგრამ ნუ მაგრამ კაცმა რო თქვას არც ეხა მასალაც არ იქნებოდა ამდენი ხო ეხა მაშინ არა იმიტომ იღაურა იყო მაშინ კერძოფლობელობაში მე გადაეცა ახლა ერწიფოს და ჩვენ ოქროს ესე ყოველგვარი ურის არის და რა ვიცი ეს იყო რა ენთუზიაზმი ძალიან მაგრამ და აი ნამდვილად ასე უკვე სიტყვა ენთუზიაზმი მაშინ აი გულსფერი ენთუზიაზმი რომ მხოლოდ გვიდოდა რა აიქნება მაგრამ მე ავინახეთ რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხარჯი ძალიან რთული ამოწურებები და ნუ ალეკოზე გადაიერა ბევრმა ამემ აი აღიარებ რომ ალეკო იყო აქ თავარი და ხო ალეკოს სტატიიდან ზუსტად მახსოვს რომ აი ზუსტად მაგ ვენახეს მოსავლები იყო რომელმაც ასე ვთქვათ შესაძლოა პირველადაც გააცნო ესე ვთქვათ კომერციულად ხა ჯიღაურაში მესმის რომ ანამდეც აყენებდნენ შიგნით სამეცნიერო დატვირთვით მაგრამ მომხმარებელს ღვინის მოყვარულს ძალიან ბევრი ჯიში რა ჯიშები იყო ესე იგი აი ხა ხო ჩამოთვალე ესე და ნუ ქისი რა ღვინოები იყო ანუ ალბათ მონო ხი იყო ჩვენი ასე ხო საქმე ყველაზე მეტი იყო ასე ღვინის თეთრა მწვანე ხატით ისა ვარდისფერი ხატით და ხო და ვარდისფერი ხატით მაშინ შევიყვარე მაშინ მივხვდი რა აიყო ასე საფერავი ოღონდ ბუდეშური ანუ საფერავი ხო ესე ბუდეში ებრი სხვა არის და ბუდეშური კიდე სხვა რა და თავარი დაგავიწყდა ჩამონათვალში რა ასე თელი არის ხო ცოტა იყო რა აბა ჰამბურგის ხო ეს რაღაცა ძალიან ლოგიკური და თან ცოტა უცნაური მრავალფეროვნებაც ასე ვთქვათ რაღაცა კულტივირებული იყო უკვე ახალი ღვინის ფესტივალზე ხო და აი მივიდეთ ახალი ღვინის ფესტივალამდე ეს იყო ალბათ არ ვიცი ალბათ ყველა მიცის საქართველოში ახალი ღვინის ფესტივალი და იაგო შენ იყავი ამ ფესტივალის დირექტორი თავიდანვე და ამ ფესტივალის განვითარებას ძალიან დიდი წვლილი მიგიწვის და აი მახსოვს მე მალხაზის სტატიიდან ვიცი ეს ამბები რომ თავიდან ეს სრულიად სიგიჟე იდეა იყო ეს მაშინ ეს იყო 2011 წლებში მუშაობდით რომ სადღაც 10-ში ხო უბრალოდ 10-ში დაიწყო ფესტივალი ხო სადღაც 9-10 წელს მუშაობდით რომ რაღაცა ეს იდეა ჩამოყალიბებულიყო და მიდიოდით სპონსორებთან ხო აი როგორ იყო ეს ამბავი როგორ ხდებოდნენ საერთოდ ადამიანები უნდა ითქვას რომ ჩემი მალხაზისთან დამეგობრება როგორც ეს მეგობრება მოხდა ზუსტად ამის ორგანიზების დროს რატო იმიტომ რომ აი სწორად დაიწყო რომ აბსოლუტური სიგიჟე იყო რატო იყო ხლა არის ყველაფერი მარტივი იმიტომ რომ ვიღაცას გზა აქვს გავლილი შენ რაღაცა შეგეშალა შენ შეცდომაზე სწავლობ სხვა უყურებ ბევრი მასალა საშუალება გაცნობის და მაშინ ამ ესეთი გამოცდილება არავის არ ქონდა არც ერთ ჩვენთანაც კი არა და სხვაგანაც რო გვენახა ასე თქვა საქართველოში ესეთი ფესტივალი მაშინ არ არსებობდა
და თვითონ ხო იცი რაღაცას რო პირველად აკეთებ სულ გაქვს ის მომენტი რომ ხო არ ცდები გამოვა თუ არ გამოვა და მახსოვს რომ შეგვპირდნენ აი ცოტა დაფინანსებაზე და რატო ვფიქრი რომ მაშინ დავმეგობრდით უფრო ახლოს მე და მახო რომ აი რაღაც სირთულეების გადალახვის დროს უფრო მეგობრდები რა ერთად რო გადალახავ და ამ დაფინანსებაზე შეპირებულ დაფინანსებაზე როგორც შეგვპირდნენ და დავაანონსეთ ამ ფესტივალის არსებობა მივედით და გამოგიცხეს რომ ვეღარ დაგაფინანსებთ რა და წამოვედით იქიდან და ხმას არ ვიღებთ, იმიტომ რომ აი წარმოდგენა არა გვაქვს რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ დაანონსებული გვაქვს უკვე რაღაც საზოგადოება იცის ამის შესახებ და არც ერთი თეთრი ფული არ გვაქვს რა. და ეხლა იქ რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედი სადაც დგას, იქ ჩამოვედით მანქანა და დგევართ, უბრალოდ გადმოყუროთ ქალაქს. წარმოდგენა არა გვაქვს რა უნდა გავაკეთოთ, იმდენად დიდი დარტყმა იყო რაღაცნაირად შოკში ვართ ორივენი რომ რა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ შერცხვენილები ვარ დაანონსებული უკვე და ვეღარ ვატარებთ, აი აქამდე მივიდა რა. და მე როგორც იქნა, ასე თქვა, აი რაღაცნაირად მოვიკიფე ძალობეთ და სხვა საშუალებებით მერიამ მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ აი რო არა ყოფილიყო პირველ მერიის დაფინანსება, ალბათ ეს პირველი ფესტივალი ძალიან გაგჭირდებოდა, იმიტომ რომ არანაირი საშუალება მაგისი არ იყო. ამავე დროს უნდა აღინიშნოს და არ გამოგრჩება რამდენი წელი გავიდა და ზურათო ფურიძემაც ძალიან გვერდში დაუდგა ფინანსურად ამას მაშინ. კი. და ძალიან დიდი მადლობა მინდა აქედან რამდენი წლების მერე კიდევ ერთხელ შევუთვალო. და ეს ყველაფერი თვითონ ახალი ღვინის ფესტივალი როგორც იდეურად იყო მნიშვნელოვანი, ასე თქვა, თვითონ მისი არსებობამაც ძალიან ბევრი რამე განაპირობა რა. იმიტომ რომ აი რაცა ვიძახით რომ გამოვა თუ არ გამოვა, შედგება თუ არ შედგება. მე საიდან მივხვდი რომ შედგა რა. პატრულმა დამიძახა კუსტის სასახლეთან. სასწრაფოდ აქ მე წარმოვიდი ზემოთ ვარ ეთნოგრაფიულში რა და ჩავიდა რას ხედავ იქ. ხო, თავიდან ეთნოგრაფიულში ტარდება. ეთნოგრაფიულში ტარდება. მის მიეჩვია ბევრი, ხო. ხო და ხა თან პატრული რო გირეკავს. ხო ვერ ხვდები რა, ანუ რაში უნდა იყოს საქმე და ჩავედი რას ხედავ, იქ საცობია როგორი, იცი რომ აი ჭამს ერთმანეთი ხალხს და ეს პატრული არ ატარებს, იმიტომ რომ ეგ ზემოთ საცობი იქნება და სოლიკო მეძახის შორიდან ვერ ამოდის. ხო და როგორც იქნება რომ შემოაღწია და ერთ სიტყვა შედგა. აჰა. ეს და ანუ ის ხალხი იმ ხალხის რაოდენობა თან აი ესეთი ზეიმი ნამდვილი ზეიმი შედგა ნამდვილად და ამდენი ხალხის მოსვლა იყო წინაპირობა იმისი რომ უფრო მეტი мотиваცია გაჩნდა აი ეს რო არა ყოფილიყო ამდენი მარანი იყო შენ ახსოვს დაახლოებით 15-მდე მარანი იყო დიდი პატარიანად ჩვენ ყველაზე მეტად რა გვიჭირდა კიდე აი როცა მომზადების მაშინ ხო უშუალოდ მივდიოთ რაღაცნაირად თავაზობთ რომ ფესტივალში მეიღო მონაწილეობა რა და რამდენგან ისეთი იმედგაცრუებული წამოსულ ვართ ხლა არ მინდა დავასახელო მაგრამ ორი მარნისგან მაგალითად სპეციალურად ღვინო ვიყიდეთ რომ იქნებ ფესტივალში მონაწილეობა მიგვაღებინებინა მასთვის ხო ანუ ჩვენ მაინც ბედნიერები ვიყავით რა რომ ის მარნები მაინც გამოჩნდნენ იმიტომ რომ მათაც არ იცოდნენ რა არის ეს ფესტივალი რას მისცემდათ მათ ანუ რატო უნდა მიიღოთ მონაწილეობა სტატიიდან რომ აი რაღაცა ძალიან ძილობიანაცა თავს გვიქნებდენო მაგრამ აი ცოტა ვერ ხვდებოდენო საერთოდ რაზე იყო ლაპარაკი ითხრა ანუ რატო უნდა დავალებინოთ ემი ვიღაცებს ხო და აი ეს ხალხის ბევრი ხალხის მოსვლა ეს ყველას რომ მოწონს მაშინ ჭიქა ღვინით გასინჯვა ღვინის ჭიქები ეხლაც მახსოვს რაღაც მიკასას ფრანგული ჭიქები იყო ძვლის ვიშოვეთ სად არ ვიარეთ იმის საშუალებლად და ბოლოს ვიშოვეთ რომ ეს უნდა ეს კულტურა უნდა შემოგვიდა იმიტომ რომ მაშინ რესტორანშიც კი არ ხდებოდა ნორმალური ღვინის ჭიქა რა და იქ რო ამოვიდნენ ადამიანები და ღვინის ჭიქით სინჯავდნენ და აგემოვნებდნენ რომ სხვადასხვა ჯიშებს სხვადასხვა მარნებს იმიტომ რომ არც მაღაზიაში არც რესტორანში ღვინის ბარი არ არსებობდა საიდან წამოვიდა underground ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღვინის ბარი აქ ბიჭებს აქ მიეცათ რწმენა იმისი რომ ხალხს აინტერესებს ეს გახდებოდა ასე თქვა პოპულარული და მართლაც ასე მოხდა რომ ამის გამო გადაწყდა ის რომ პირველი ღვინის ბარი გახსნილიყო ბავშვების ამოყვანა იმ შეიძლება პირველი შოკი რომ
ოდიოდ მე ავიდან ეგონა მეშინოდა რომ ესე მოულა ვიღაცა ესე უბრის ტიპები და რაღაცა დალევი და მოდიოდი ბავშვები კაცო ოგოები ახალგაზრდა და ჩემს ვიყავი მე მაშინ მივხვდი რომ ოგოები რომ დავინახე და ბავშვები რომ დავინახე მე ვიყავი მაგ ბავშვიანებს შორის ჩემი შვილი ფოტოც არსებობს გოგი დვალიშვილის დიდიმასთან ერთად ხო იაგო მე მაინტერესებს და კითხავ მაგას აი რომელი მარნები იყო ვინც აი ასე ვთქვათ ტრამპლინი იყო ახალი ღვინის ფესტივალი მათთვის მაგრამ ლევან აი რა მაინტერესებს აი წეღანაც საუბრობდით რაღაცა იაგომაც ახსენა ჭიქა არის შოვებოდა კორპსაძრობი არის შოვებოდა ანუ ესეთი პერიოდი იყო ადამიანები მაგალითად მე მახსოვს დასაწყისში დაუშვათ რომ მოდიოდნენ და ახლა ჩემეულის მარანი რო იყო რაღაცა სამეგრელოს რო არტურის მარანი ხო სამეგრელო რო ეწერა და ღვინის ფესტივალზე სამეგრელო ცოტა ესეთ გოშორიდან გვათვალიერებდნენ და გვივლინდა ხოლმე და შემდგომ ფესტივალებზე უკვე გვეკითხებოდნენ რომ ეს ტეხურის ხეობიდან არის თუ ეს რაღაც აჩხურის ხეობი ანუ იმდენად იზრდებოდა ან დაუშვათ ოჯალეში მეგრულია თუ ლეჩხუმური ცოტა ესეთი კითხვა ეგ შვენკენი ეჩხუმის მიზეზი მე სიამოვნებით ყვები ხო კარგად ჩანდა ეს მომხმარებლის გაზრდა მთავარი ფაქტორი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კიდე ამ ფესტივალმა მისცა შესაძლებლობა არა კომერციულ მარნების გარდა კერძო ადამიანებს, ოჯახურ მარნებს შეიძლება ბოთლშიც აი მარტო ფესტივალისთვის რო ასხავდნენ. მაგალითად ეხლა მაჟმანდი არავინ ყველა ღიმილით იყო ხოლმე განწყობილი გურიის რეგიონის მიმართ, ხო? და ამ დროს არაჩვეულებრივი ღვინოები და ეხლა ცალკე ტარდება გურიის ღვინის ფესტივალი, ხალხო. ერთხელ იაგო ამოგზავნეს ნიმუში რა იყო საოცარი. ესე იგი ადესა იყო 4-ნაირი. ადესა, თეთრი ადესა, მოკაფული. ეგრეთ წოდებული მოკაფული ადესა და შარშანდელი ადესა. დაძველებით. აი რა მაინტერესებს აი რა გახსენდება ესეთი რომ აი რაღაცა კულტურული შოკი რა იყო საზოგადოებისთვის მაშინ არ ვიცი ჭიქაში ღვინის ესე დალევა თუ აი რა იყო აი ნახე ყველა ეკითხებოდა აი ნახევარად რომ აი ეს რო ატრიალებთ რატო ატრიალებთ ეს ანუ იყო ესეთი წამოყენება რაღაცა აი რაღაცა ესეთ ოხემურობა და ეწყობის ის იყო და მე ვუყურე ეს არის პრაქტიკულად აჭირო რაღაცა ჰაერთა შეხება ვითო ხო და აი მართლა მაგრამ მე უკვე ხალხი მოდიოდა თავის ჭიქებით რა აი აგრე წინა ფესტივალის ჭიქებით და რაც ყველაზე ძალიან მიხა მაშინ ჩვენ თავიდან არ ქონდა ესეთი ეხლა რა ქვია ახალი ღვინის ფესტივალი ყველაფერია შენ უბრალოდ მოინდომე და რა ვიცი გინდა აჭმალი რა ვიცი ყველაფერი რა და მაშინ ესეთი პირობები არ იყო ეხლა როგორც ეხლა რა და არასდროს დამოწდება ერთგვარი მეგობარი მოვიდა გახსნა რუგზაკი და მოალაგა ქუდის ყველი წნილი ესე პარკში გადახურა რაღაცა და გააშალა რა ეუბნები ეს მაგერა ცოტა გვერდზე რაღაცა რა როგორ კაცო აბა ფესტივალი რა არის გააშალა აი ეგ დაალაგა რა ლავაშები რაღაცა სუპრა გააშალა რა თვითონ მეღვინე არა მეგობარ თბილისის ტიპი ამოვიდა და გააშალა რა KP-ის ასოციაციას ქმნიდა ხო ხო, პრინციპში ახალი ღვინის ფესტივალი იყო პირველი ფესტივალი, სახალხო ფესტივალი, მაგრამ ვინექსპო იყო მანამდე, მაგრამ ვინექსპო გამოფენა. გამოფენა და ფესტივალი ძალიან ხშირად ეშლება ხოლმე რა, რომ ძალიან გამოფენა არის პროფესიული ამბავი და ფესტივალი არის ესეთი სახალხო ისა იაგო, აი წეღან რომ გითხარი, აი შეგიძლია კონკრეტულად რო ფესტივალზე ესე გამოფენასგან განსხვავებით ფესტივალზე ებითობა არ არის. ხო, ეს თავისთავად. კი. და ზოგიერთ ფესტივალზე არ მაგრამ ჩვენ ვიყავით მაგის წინააღმდეგი, რომ არ გულდაწყვეტილი არ უნდა და გამარჯვებული არის 1 2 3, მაგრამ მონაწილე არის ძალიან ბევრი და ყველა ბედნიერი გინდა რომ ყოფილიყო და მართლა ესე იყო. ამის საშუალებას იძლეოდა და ხო, რაც თანასწორი. ჩვენ სულ მაგის წინააღმდეგი ვიყავით, ხო? აი თუ გახსენდება კონკრეტულად, აი რომ რაღაც 1-2 მარანი რო დაგვისახელო, ვინც აი ფესტივალით ასე თქვათ იყო ამან დააწყებინა სიცოცხლე. იცი როგორ არის, მე არ ვიცი ახლა ეს ყოველ შემთხვევაში იმ მარნების, პატარა მარნების, რომელსაც ისტორია მინიმუმ შეიძლება გქონდეს 10-15 წელი, შეიძლება ითქვას, რომ ყველა აქ არის მონათლული. ხო, ამას ვფიქრობ. ეხლა მას შემდეგ ვინც წამოვიდა, შეიძლება სხვა არხებითაც მოვიდა, მაგრამ აი ჩვენ ახლა ვისაც ვიცნობთ მე მგონი.
არის ყველა კი, ფესტივალი. ამიტომ ვინმეს გამოყოფა ახლა გამიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან მართლა ბევრია და არ მინდა რაღაცა ასე თქვა კონკრეტულად. აი ვისაც ევრში ეს ხარ ვიდო ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია რომ იქ პატარა ქოსოს გავდა იგივე ასხია ომერინა მაგრამ აი ვისი ვინოს იქ ეს ხარ ის ყველა იყო რეალურად იყო მაშინ და ერე გახდა მე მახსოვს აი გურია ვახსენე და დათო კობიძის ჩავერი იყო ერთი აი გოგიდვალიშვილის ახსენე გოგიდვალიშვილი ქოქოძეში წეგაც ვახსენეთ კი ბატონო პრინციპში ყველაზე ღირებული ან ფესტივალისთვის ის იყო რომ რაც მე ვფიქრობ რომ ეს იყო მალხაზის ფილოსოფია და ძალიან ესე ვთქვათ პოლიტიკური გზავნილიც და გადაწყვეტილებაც პოლიტიკაში უგულისხმობ დარგის პოლიტიკას რა თქმა უნდა რომ ეს უნდა ყოფილიყო საყოველთაო მრავალფეროვანი და ერთიანობა იმიტომ რომ დღესდღეობით ისეთი პრობლემა საერთოდ საზოგადოება აი რაღაც განსაკუთრებით ამ ციფრული ალგორითმების ეპოქაში რაღაცნაირად ძალიან დაქუცმაცებული ვართ ხო სოციალურ მედიაში რაღაც საზოგადოება და ღვინოშიც რაღაც სხვადასხვა დავუშვათ მასშტაბის ფილოსოფიის ეთიკის ესთეტიკის ხო რა ვიცი წარმოების ტექნოლოგიის და ასე შემდეგ ძალიან ბევრი შეიძლება გამოყოთ მაგრამ აი მალხაზის სტატიაშიც აქვს მალხაზის ღვინის წელობა ესეთ სტატია არის და იქ წერს ძალიან გაშლილად ამ ყველაფერზე რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება რომ ყველანი ერთ სივრცეში უნდა ყოფილიყვნენ და რაღაცა ეს არ ყოფილიყო დაუშვათ ან დიდი კომპანიების ფესტივალი და დღესასწაული და ან მცირე კომპანიების და ეს უნდა ყოფილიყო საყოველთაო ყველასათვის იმიტომ რომ მართალია ყველანი აი თქვით წეღან ჩვენ წინა ნაწილში გადაცემის ყველა ღვინისათვის და ღვინო ყველასათვის. ანუ ეს უნდა ყოფილიყო იმ ერთიანი რაღაც სახელის ქვეშ, რასაც ქვია ქართული ღვინო, ხო? და პრინციპში მალხაზი ერთხელ თვითონაც ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობდა, რომ აი ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი სამოქალაქო საზოგადოებაც კი პირველად ახალი ღვინის ფესტივალზე გამოჩნდა და არ არის გასაკვირი. ის ადამიანები, ვისაც მე რო ხედავდით, რომ აი აქტივისტები იყვნენ რაღაცებში, არ ვიცი მიუღებელი ჰესების წინააღმდეგ თუ რაღაცა კონკრეტული რაღაცების წინააღმდეგ ეს ხალხი ჩანდა თავიდან ახალი ღვინის ფესტივალზე იმათ უყვარდათ ღვინო და არც იყო მე მგონი ეს უცნაური, იმიტომ რომ რაღაცნაირად ღვინო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა, ხო? და ეს ჩვენი თვითგამორკვევა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, ღვინოში ყველაზე ხო, ევროპული და ღვინოში მომხდარიყო, აი ამ არხში, ამ პლატფორმაში მომხდარიყო, ალბათ ძალიან ლოგიკური იყო. იაგო, რა მინდა გკითხო, როგორც მალხაზის ღვინოს ვსვამთ ჩვენ ახლა, ეს არის პირველი ღვინო იყო ქისი 2019, ბოდიში მაპატეთ, პირველი ღვინო იყო ჩინური 2019 და ეს არის ხიხვი 2021, ესეთი კარგი დავარგებული ღვინოა ძალიან ესეთი სიღრმით. აყენებაში მაქვს მოწილეობები. მართლა, ხო, პირველი ჭაჭაზე იყო დაყენებული, ხო? ამას ნუ ცალსახად ეტყობა. ის უფრო თითქოს ძალიან მსუბუქი ჩანს ამხელა ასაკის მიუხედავად. მალე მოაცილა. მალე მოკლე მაცერაციით იყო. აი ეს ისა რაღაცა შოკოლადით და ესეთი რაღაცა ღრმა ისენი მოყვება და ეს არის ხიხვი არის რა, ჩამიჩის და იმის ხასიათით და აი მალხაზზე როგორც მეღვინეზე რომ მითხრა მე ვენახე და მეღვინეზე თან მისი მეზობელიც იყავი და მან თავის მარანს ესეთ დარქვა კალამი რომელიც იყო უნივერსალური მეტაფორა მისი წერლობისაც და მისი მევენახეობისაც როგორც ვაზის კალამი ხო რაშიც აი სიცოცხლე ვაზის წვენი მოძრაობს როგორი იყო მალხაზი მე ვენახე და მეღვინე და როგორ ფიქრობ, აი იმ ხელა მართლა სრულიად მასშტაბური საქმეების ფონზე, რაც მან გააკეთა ქართული ღვინისთვის, მისი კონკრეტულად მისი პროექტი ცოტათი ხომ არ დაიჩაგრა, რაღაცა ჭრილში ხო არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ზოგადად მალხაზის ცხოვრებაში ეს მარან, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ეს ხო ადამიანები ხანდახან ირჩევენ მარტო მწერლობას და ამ შემთხვევაში შეიძლება მწარმოებლობა და როგორც მეწარმეა შენთვის შეუთავსებელი იყოს ასე ვთქვათ ამისთვის. შეიძლება იყოს ესეთი შეხედულება, ხო? ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მისაუბრეთ უკვე 2009-2010 წლიდან ეს მოძრაობა და ბევრი ახალი მარნის გამოჩენა, მალხაზი როგორც მეღვინე და როგორც მარანი, კალამი მარანი ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი ამისთვის ეს ზუსტად ეს ფაქტორი იყო, რომ
უნდა გაეკეთებინა თუ არა, თორემ დომით ძალიან უნდათ. და ეს ისეთი საქმეა, რომ მე პირადად ახლა ამ წლების განმავლობაში აი ყველაზე ცნობილ ევროპულ ღვინის ბარებში მომუშავე ნატურალურ ღვინის ბარებში მომუშავე ადამიანებიც საბოლოო ჯამში როგორ ამთავრებენ? თავიანთ მარნებს აკეთებენ. და საქართველოს ეგრე. ყველგან ესია, იმიტომ რომ ეს საქმე იმდენად გიყვარდება და გინდა რომ აკეთო ცხოვრებისეულ სიამოვნებას განიჭებს, ფინანსურს არ ვიცი რამდენად მე დიდარი ბუნებრივი მეღვინე ჯერ არ მინახია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ სიამოვნებაში არის ეს ყველაზე დიდი ფასია, რაც შეიძლება შენ გამოიმუშაო ნებისმიერ ბიზნესიდან მე თუ მკითხავ, ხო? ამიტომ და ამ გადამწყვეტი ნაბიჯი იყო ჩარდახში სახლის ყიდვა რა. იმიტომ რომ ამან მისცა საშუალება რომ იქ მარანი გაეკეთებინა, სხვადასხვა იქაც პატარა ვენახი სხვადასხვა ჯიშები ჩაყარა და ყველაზე ბედნიერი ალბათ იქ იყო ხოლმე მალხაზი როცა იყო რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი მალხაზის უყურდა წერა, ამ წერის დროს განცალკევება და ეს საშუალებას აძლევდა ფიქრის, ასე ვთქვათ, განცალკევებით ყოფნის. მე თავის მარანთან იყო ძალიან აქტიურად და რა თქმა უნდა, ეხლა ეს ორი ფაქტორი რომ ამ ხელა საქმეებს როდესაც აკეთებდა და მალხაზი მარტო ღვინოში არ იყო, ხო, წერდა არაჩვეულებრივად და ყველაფერი ითხოვს თავის დროს. რაც მახოს შემთხვევაში აი ჰიპერაქტიური უნდა ყოფილიყო იდეურად და ენერგიითაც რომ ამ ყველაფერს გაწყოლოდი რა, იმიტომ რომ ხანდახან მახოს ვერ გამოეკიდებოდი იდეებში რა, იმიტომ იმდენს მოგაყრიდა ხოლმე რომ აი როგორც ისე უნდა ხომ დონდღლები დღეს არ გვინდა, უნდა გეთქვა ხოლმე აი დღეს მოდი აი გავჩერდეთ რა, ცოტა რომ იმიტომ რომ ხო, ამიტომ ეს ფაქტორი იყო ნამდვილად იმიტომ რომ განუსაზღვრელად და მისთვის არ იყო ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი აქედან რამე ასე ვთქვათ ფინანსური სარგებელი იქნებოდა თუ არა, იდეურად იყო ყოველთვის განწყობილი რა და ეს პირველად რომ დავინახე ამ ახალი ღვინის ფესტივალის ორგანიზების დროს იმდენად გამიხარდა, რომ ხან არის რომ რაღაცა შენ ფიქრობ, მაგრამ ამის თქმა შეიძლება გერიდება, რომ რამდენად მისთვისაც მისაღები იქნება და როცა იმისგან წამოვა ეს ინიციატივა, შენ უფრო ბედნიერი ხარ ამის. ალბათ უფრო და ღვინის დაყენების დროსაც არ ღალატობდა თავის პრინციპს. სულ სხვადასხვა რეგიონებიდან და ვენახებიდან აყენებდა. ეგ მინდოდა მე. ყოველ წელს ფიქრობდა წელს რა დავაყენო. პროექტი. ხო, აი რაღაცა იდეა თვითონ ღვინოშიც, ჯიშშიც, ეტიკეტშიც. ანუ მანდაც მკვლევარი და მთხრობელი. აბსოლუტურად. ხო, რაღაცა აი თვითონ ღვინო იყო რა. ღვინოშიც და ეტიკეტშიც იყო სტორიტელინგი. ანუ ამბის მოთხრობა. ხო. სხვადასხვა ახო იაგო შენს გემასწორება ერთადაც ჩვენს მიხმარები ვართ ერთადაც მიხნეთ აგვიწური სანამ ეკნებოდა მარანი მანამდე აყენებდა ღვინოებს სხვადასხვა მეგობრებთან რა ეგოში შეთანხმებას დააყენა რა 2000 ოლიკო ამას და კვერცხის ადებას იზმუდეში ხო სოლიკო ძალიან კომპრომისო იყო ხოლმე ვისაც ვენახი არ ქონდა და სხვათაშორის მახო ერთგან წერს რომ აი ზართულია რა დიდ ინვესტიციასაც მოითხოვს ახალი ვენახის გაშენება რომელსაც მალევე რა მოიგებ და ნუ მოკლედ და გარდა ამისა ძალიან მომწონს მე რაც ძალიან შემეხო ჩვენც გვაქვს ჩვენი ესე ვთქვათ რაღაც ფილოსოფია მოხეტიალე მეღვინეებს აი ეს იდეა ისე მომეწონა და მე ჩემი ვენახიც მაქვს მაგრამ აი ეს მოხეტიალე მეღვინეობის იდეა ისე მომწონს სხვათაშორის არ მქონდა ეს სტატია წაკითხული ვაღიარებ მაგრამ სულ მაგას ვამბობდი რომ კი ერთ ადგილას ვენახიც ძალიან კარგია და ძალიან საინტერესოა მაგრამ აი პოსტსაბჭოთა საქართველოში ვართ და არ ვიცით ეს ტერუარები იქაც მაინტერესებს ისიც მინდა ვსცადო ისიც მინდა ვსცადო და აი აბსოლუტურად კარგად მესმის და ისე შემეხო რასაც ამბობდა მახო ამ სტატიაში და საერთოდ სულ ფიქრობდი და რაღაცა არ ვიცი ხა დაუჯერებელია რომ ასე წარსულ დროში ვლაპარაკობთ თითქოს მაგრამ რა ვიცი აი სიამოვნებით ეხა მასთან დავჯდებოდი და ვილაპარაკობდი ბევრი ისეთ რაღაცაზე რაზეც ვერ მოვახერხე თავის დროზე ლაპარაკი იმიტომ რომ მაშინ როდესაც ჩვენ თანამშრომლობდით მე ძირითადად ესეთი ტიპის შეკითხვები მქონდა რომ რა ვიცი მურვედრი რა არის
დავშვათ და სოვინიონ ბლანი სადაურჯიშია, მაგრამ მე რაღაცები რო წავიკითხე, მე თვითონ ჩემი გამოცდილებიდან ბევრი ისეთი კითხვა მქონდა, რასაც აი საკითხი, რასაც დავჯდებოდი და მასთან ერთად სიამოვნებით ბევრ ამას ვკითხავდი ძალიან. თან ისე რა თხრობას აი თხრობელიც აგი იყო როგორც მოსაუბრე გულისხმობ, მაგრამ ნახე ძალიან ახლა რა ვიცი ყველა თავის გემოვნება ხო მე არ მიყვარს ადამიანი როცა გელაპარაკი ისა ეს შიდაურ გარემოში და აი როგორც ის სიტყვებს არჩევს რა რაც არ უნდა ახლა თუ შეენია თუ ეგობარეთო ახლა რა თქმა უცხო გასაგებ და აი ისე იყო რომ მე ყოველთვის აი ახოს აუბარი იყოს ასე რომ იცოდი რომ ზუსტად გულწრფელად იმას ამობდა რასაც იქნებოდა აი მაშინ რა მე ძალიან ის ახლა აუბარი ადამიანზე რომელიც იყო რა ჩემთვის რა მეგობარიც რა ყველაფერი იყო რა და ერთხელ ახსოვს ის იყო რა ქვია საღამო იყო რა და ამერიკა რომ ესა რა ქვია ეხლა ახო დაიმსა აყენებდა იმას რა ქვია არახს სხვადასხვა იმით ჭაჭას ეხლა ალეკოსთან მაგაზე არ აკამათო ჭაჭა თუ არაყი რა რო ხაც არის ანუ გვინისმიერი რა ქვია ასმელი რა ხო სასმელი ხო და აიო შენ რომ მითხარიო პიტნაო ბიჭო მართლა წევრი მე ვთხარ მე რა გითხარ მე არო მე ისი რაო შენ ვაფო ხანახან კაისაც გამურობა მე აიდან ეს მას კარგი თქვი ცუდი თქვი მაგრამ ეგა მართლა კაი იყო და მოდი ხოლმე არა მე ვთხარ ვერ რატომ ესე იგი ტყუის არ იყავიო უსმენ რატომ ბიჭო როგორ იყო შენო მე უგეძახი და არ ვდიხარ ესე იგი ბოლომდე აგჯერა ჩემი და სხვაშია როგორც ღვინოს მშვენიერი ხონდა კაი ღვინოს აყენებდა და ჭაჭას და ისიც ხონდა ძალიან გემრიელი და ქვევრს ეცხავდა აი რა ვიცი ბევრ ისეთ გამოსტილი და ძველ ეღვინეს ესე იგი რა ვიცი შეჭრდებოდა იმხელა თავდა ადებით იმხელა იმით რა ვიცი წმენით რომ უნდა აიღვინო და აიყენებინა რა იყო ერთი ესეთი პროექტი კიდე ქეთო რომელიც ჩემთვის მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ პერიოდში რა აი პერიოდს აქვს ძალიან მნიშვნელობა 2011-ში აი პირველი ფესტივალის შემდეგ რომ გაგვიჭირდა ასე ვთქვათ მარნების მონახვა ფესტივალში მონაწილეობა. მანამდე ხო ვეძებდით და ვეხვეწებოდით და მე იყო პერიოდი, როდესაც რა ვიცი, ხან გუბერნატორი რეკავდა რომ ამას რატო არ აღებინებთ მონაწილეობა, გარეთ რატო დარჩა და ასე შემდეგ და რაღაცეები და იყო ესეთი პროექტი, როდესაც რეგიონებში დავდიოდით ჩვენი ჩამოსასხმელი და დასაბუთლით, რომ სადაც ვიცოდით რომ ვინმეს ოჯახურ მანას კარგი ღვინო ქონდა, ჩვენ უსხავდით, უბუთლავდით ეტიკეტი რომ ღვინისკერა რომ მოტივაცია გაჩენილიყო მას რომ შეიძლება მარტივი არ არის ისეთი რთული, იმიტომ რომ თავიდან მართლა ესე იყო, თავიდან შეიძლება ბევრი რეგულაცია იყო, რაღაცა ბიუროკრატია იყო და 2007 წლის მერე ეს რეფორმა მოხდინა ის რომ ძალიან მარტივი იყო ეს ყველაფერი და რამოდენიმე იქიდან მარანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარული მარანია დღეს საქართველოში, რომლის პირველი ღვინოები ამ ღვინისკერის ეგიდით ჩამოისხა მთელი ისტორიები. სულ მაგას შევნიშნავდი ხოლმე, რომ მალხაზე არ იყო ღვინის პროფესიონალი, რომელიც რაღაც ელიტურ ჯგუფებში ლაპარაკობს განსხვავებული ლექსიკონით ღვინოზე. ის ძალიან ბევრს მოგზაურობდა და სულ ექსპედიციებში იყო, სულ სხვადასხვა რეგიონებში, ხა ბოლო თქვენი პროექტით გურია სამეგრელოში ღვინის სოფელი, ხო, რაც იყო. სულ დადიოდა ექსპედიციებში და სულ დეტალურად იცოდა, სად იყო ვენახი, იმ ვენახებში რაღაც კონკრეტულ მიკრო რაიონებში თუ ძალიან სპეციფიკურ ტერიტორიებში რა იყო გაშენებული რა ჯიშები როგორი მოდიოდა ადამიანებსაც იცნობდა ანუ ხო აი თქვი ამ ღვინის ოპერაზე ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ ეს იყო აი შესანიშნავი პროექტი რომელსაც ისე ათ გარდაცვლილი როგორ არის ისა იუსაიდ როგორ შეფრე იუსაიდ ხო ამერიკის კანონი სააგენტო თუ რაღაცა ხო და საერთოდ აღარ არის ეგ ჩვენთან ეგ ორგანიზაცია და ჩვენ კონდა აჭაში ეთხომში იმერეთში კი იმერეთში და ოროს გურია სამგრელოში კონდა ასევე ეგმაში ძალიან გვინდოდა ესე იგი აჭარა და ამცხერა მაგრამ ნუ ეგარ მოვაწარით და აი ესე იგი ჩვენ აი ამ მარნებს აი მცირე მარნებს და ამწყებებს ვეხმარებოდით სხვა ამბობში აი თქვათ როგორ შეექმნათ თქვათ
როგორ შეფუთულიყო ეს ღვინო სწორად ატონ იაგო ატარებდა ლექციას მეღვინეობაზე ასევე ატონ გიორგი არისაშვილი და მე ვფიქრობ რომ ამ პროექტმა იმუშავა და ბოლოს აგერ აი ეს წიგნით გამოვეცით ეს არის ჩვენი წიგნი ვაზი და ღვინო გულის და სამეგრელოში და რომელსაც ერბილე ნაკაშიძის ტექსტის კი ბატონო მთელი მარნების ანთოლოგია კი ბატონო და რა ვიცი თუ აი ეს ყველა წიგნი იყიდება არის შესაძლებელი ამ ესენა იგივე იაგოს ხსენებულ ღვინო ანდეგრაუნდში ესენი იყო და ასევე რა ქვია ეგონი მომსწარი ხო ივლოშიც ხო თუ არ მეშინებოდა და აი ეს არის ახოს მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილი ღვინის კუთხით და ძალიან გამიხარდება თუ ხო ღვინის კლუბის ნაირ ორგანიზაციებს ანუ გამოდის რომ აგენტებად კი არა ახლა ფაქტობრივად მე ვარ და თქვენი არ ვიცი თუ კი რამეზე ვილაპარაკეთ დღეს ყველაფერი იყო USAID-ის FAO-ს თავარი აგენტი აქიჯდა ჩემთვის ხო მოკლედ ასე ვთქვათ რომ მალხაზი იყო ადამიანი ვინც აი როგორც არქიტექტორი ქალაქებს რო აგეგმარებენ რაღაცა ქუჩები, გზები გაყავთ, ხიდებს აშენებენ, არხები გაყავთ, საკომუნიკაციო რაღაცა საშუალებები, ხო? რაღაცა იმ მთლიანობაში ხედავდა ამ ყველაფერს და აი ეს ფუნდამენტი, ეს სისტემა შექმნა იმისათვის, რომ ადამიანები სამომავლოდ ერთმანეთს დაუკავშირდეთ ამ სფეროში. და აი ამ ფუნდამენტს დაეშენოს შემდგომი გამოცდილებები. გაუმარჯოს მახოს და ამ პოდკასტს აუმარჯოს წარუმატებელი კეთო. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ჩვენ სტუმრებს ძალიან დიდი მოგწონებისთვის.